ანუ მაგალითად Instagram-ი. ხო, საერთოდ სხვა სახის პროდუქტია, ვიდრე რაღაცა internal tool-ი. შეიძლება internal tool-ს აკეთებდნენ, შეიძლება სოციალურ პროექტს აკეთებდნენ, ხო? რომელსაც იყენებს მილიონი ხალხი და internal-ი ბიზნესის შიდა წრე იყენებს რა. აუცილებლად უნდა დაისახო რაღაცა კონკრეტული მიზანი, მიმართულება, უნდა მოედო ბევრ რამეს ამისათვის, რომ იცოდე რა გაინტერესებს ყველაზე მეტად. როგორია იდეალური გარემო დეველოპერისთვის, როგორ ინიციატივებზე უნდა უწყობდეს ხელს მენეჯმენტი. როდესაც იარაღით არ გადგანან თავზე, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. და როდესაც დეველოპერს შეუძლია რომ აკეთოს და მიიღოს ის ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც მას სურს. გამარჯობა, ეს არის დევთერაპის მერვე ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი ფორმატი იქნება განსხვავებული, არ გვეყოლება სტუმარი და მე და თორნიკე შევეცდებით თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გაგცეთ. თორნიკე წაიკითხავს შეკითხვას და შესაბამისად გავცემთ რიგრიგობით ან ხო, დისკუსიაში არ გვინდა რომ შევიდეთ, თუმცა საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა და ვიფიქრეთ რომ რაღაც ეტაპზე აუცილებელია ეს დავქლინოთ რაღაც მხრივ, იმიტომ რომ გამოდის რომ მაყურებელს არ ვესაუბრებით ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კითხვა შემოდის inbox-შიც, კომენტარებშიც, LinkedIn-ზეც, inbox-ში და ჯგუფის inbox-შიც და კარგი იქნება თუ ამაზე ვიდისკუსიებთ. ასევე კითხვები ისეთ კონტრასტში შემოდის, რაზეც შეგვიძლია რომ მხოლოდ პასუხი კი არ გავცეთ, რაღაც მოსაზრებებით ჩამოაყალიბოთ რა. და ერთი ტექნიკური ეპიზოდი გამოვა რეალურად ამ ყველაფერზე რომ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ აქტუალურ თემებზე არიან. ყველა აქტუალურ თემაზეა კითხვა. უბრალოდ ზოგი კითხვა შედარებით დამწყებების დასმულია, ზოგი გამოცდილების, ეს საბამისად ხო რაღაც ბალანსს დავიჭერთ რამენაირად. კაი. დავიწყოთ მაშინ. რა თქმა უნდა, ყველა კითხვის ავტორის სახელი და გვასა დავასახელებთ და კითხებს როგორც მხოლოდ გავაჟღერებთ კითხვას და რა კითხვის ავტორს. ამიტომ კი ბატონო, დავიწყოთ. მოკლედ, პირველი კითხვა არის შემდეგი. ადამიანს აინტერესებს თუ გზის გასაკვირვებლად ჩვენ სფეროში, ჩვენი გამოცდილების დაყრდნობით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორად წარმართოთ პროცესი, რა მოთხოვნებია მასშტაბურად დღევანდელ ბაზაზე, რა სკილების განვითარებაა ქრონოლოგიურად საჭირო და მსგავსი თემები. ჩემი მოგზაურებული აზრით, თქვენი მაყურებელი მაინც დამწყებით ტექ საზოგადოება ვიქნებით, ვიდრე ის ხალხი, რომელთანაც ეს თემები უკვე გადაღეჭილი გაქვთ. ასე რომ, თუ გაითვალისწინებთ ამას და ისეთი ოდნავ მარტივი ენით ისაუბრებთ, ტერმინოლოგიებს გულისხმობ, რომ ახლა მათ შეძლოთ ამის გაგება უფრო გაასწორებს. წარმატებებით. კითხავს პასუხი გაეცი და მე მეორეზე რაც ისაუბრა ამ ტექ საზოგადოება დამწყებები მაგაზე მე ვეტყვი ჩემს მოსაზრებას. საიდან დაიწყოს ანუ რა როგორ არა, ეგ მაგას შემოპასუხე. ჩვენი აზრი და ისო ტერმინოლოგიებით არ გვესაუბროთო და დამწყებები იქნებით მაგაზე მე გავცემ პასუხს. ოკეი. კაი, დამწყებებისთვის ჩემი თავი რჩევა იქნება ის, რომ მაქსიმალურად ბევრ რაღაც fields მოედნონ, სადან ბევრი ტექნოლოგია, ბევრი იკითხონ. ჩემი აზრით, წიგნების კითხვა სხვანაირ სკილებს გიყალიბებს და გარდა ამისა აუცილებლად ბევრი უნდა წერო. ფუნდამენტალები უნდა ისწავლო, დაპროგრამების ძირითადი კონცეპტები, უფრო ცოტა advanced დონეზე რაღაც დიზაინ პატერნები, რომ იცოდეს ზუსტად რაღაც როგორ უნდა დაწერო პირობითად სწორი კოდი და ასე შემდეგ. და ნუ ასევე ალგორითმულ აზროვნებასაც დავამატებდი რა. სინამდვილეში ეს ყველაფერი მე ერთ რაღაც ეტაპზე შეიკრება და აუცილებლად გამოიღებს შედეგს რა. ანუ ნახე უფრო როგორ უპასუხე, ქრონოლოგიურად საჭირო თემები აინტერესებს და ქრონოლოგიურად უთხარი პირველ სამსახურამდე მაგალითად რას მიაქციოს ყურადღება რა. აუცილებლად უნდა დაისახო რაღაცა კონკრეტული მიზანი, მიმართულება, უნდა მოედო ბევრ რამეს ამისათვის, რომ იცოდე რა გაინტერესებს ყველაზე მეტად, რომელი კონკრეტული ტექნოლოგიის განვითარება გსურს და ეცადე რომ თავიდან ბოლომდე იმ შენს მიერ არჩეულ რაღაც ტექნოლოგიას თავიდან ბოლომდე მიაწვე და მაქსიმალურად სიღრმეებში ჩახვიდე. ანუ მხოლოდ ზედაპირულ კონცეპტებს არ დასჭირდეს რა. დანარჩენი გამოჩნდება გზადაგზა აუცილებლად. ანუ ხო, მე ჩემი პასუხი ამ კითხვაზე იქნება ვინც მე კარგად მიცნობს ალბათ ისიც ეს ვინმე ხა მე რა პასუხს გაგცემთ ესეთ კითხვაზე. ძირითადად ჩემი პასუხი არ არის ხოლმე მოკლე დროში მომგებიანი. მაგალითად მე ვერ მოგცემთ იმ რჩევას, რომ ხა დაჯექი და React-ი ან რავი რაღაც თანამედროვე ფრეიმვორკი ისწავლე მაგრა და პირველ სამსხური დაიწყე.
ბევრმა შეიძლება მოგცეთ ეგ. და გითხრათ, რომ აი თავიდან ქრონოლოგიური განვითარებისთვის კარგია ეგრევე ისწავლო პროგრამირების საწყისები, ანაბანა, მე რამე ფრეიმვორკი ცნობილი და მე ეგრევე დაიწყო სამსახური. და შეიძლება ვიღაცებთან მუშაობს ეს, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ long term-ში აბსოლუტური თვითმკვლელობაა, ტექნიკური და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავს. ამიტომაც ჩემი რჩევა აქ იქნება, თუ მე დამიჯერებთ, რომ ქრონოლოგიურად საჭირო თემები, ეს არის პირველ რიგში არის ზოგადად კომპიუტერული სისტემა როგორ მუშაობს, კომპიუტერი რა არის, ან computer science ზოგადად. მე არ მომხდარა Stanford-ის computer science, თუმცა არის YouTube-ზე Stanford-ის computer science-ის კურსი CS50-ის სრულიად უფასოდ. მაგას უყურეთ. ზოგადად ელემენტარულები ისწავლეთ, ფუნდამენტალები და მე რაც ავთომ თქვა, რა გაინტერესებს, ის ფუნდამენტალები არ იცვლება არც ვებში, არც მობაილში, არც ანუ არსად არ იცვლება რა, ის ფუნდამენტალები ყველგან რჩება. აქედან გამომდინარე, მაგაზე დააშენეთ უკვე შემდეგ თქვენი ცოდნა ის რაც გაინტერესებთ, მაგას გაყევით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი მაყურებელი ძირითადად დამწყები ტექს საზოგადოება იქნებით. მან ვაპირებდი შედავებას. რეალურად ნახე როგორ არის ჩვენი თვითმიზანი ამ პოდკასტის გაკეთების იყო სრულიად საპირისპირო აზრი. მაგალითად მე სახში YouTube-ზე რო შევდიოდი, არ მქონდა რაიმე კონტენტი ჩვენ ენაზე და ჩვენ შინაურული კონტენტი არ მქონდა, რასაც შევხედავდი და ვუყურებდი და მესიამოვნებოდა. ანუ ჩვენ სფეროში, ანუ ტექნიკური კონტენტი. აქედან გამომდინარე, ესე რომ თქვათ ეს ყველაფერი ჩვენ იმდენ გავაკეთეთ, რომ რეალურად გამოსtildevelop. ანუ რეალურად ეს კონტენტი არის ზუსტად იმისთვის, რომ ხოლმე დამწყებებმა კი არ უყურონ. ანუ ეს არის სასწავლებელი, ანუ educational content-ი საერთოდ არ არის. ეს არის უბრალოდ რაღაცა საკუთარი ამბების და ტექნიკური ამბების გაზიარების სივრცე და აქედან გამომდინარე პირიქით ჩვენი ინტერესი არის, რომ რეალური სურათი რაც არის თუნდაც ქართულ ბაზარზე, თავარი მიზანი არის ის, რომ ანუ ყველამ გვიყუროს, ანუ აბსოლუტურად ყველას დაინტერესოს და მით უმეტეს რაც უფრო სერიოზულ და გამოცდილ და მცოდნე ხალხი დაждდება და დროს დაგვითმოს, მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით საინტერესო, იმიტომ რომ დამწყებების კონტენტი ყველგან არის, რა ვიცი. უამრავი რაღაც კეთდება, რა ვიცი, რაღაც უფასო კურსი რაღაც, ანუ ეხლა ეს educational content-ი არ არის და აქედან გამომდინარე დიდი ბოდიშს მოხდით, აი ტერმინოლოგიასაც, ანუ ცენზურასაც ვერ დავადებთ რა, ანუ რაღაცა ტერმინოლოგიით ჩვენ სფეროში თუ რაღაც ტერმინი ქვია, მაგის გადაქართულებას ჩვენ არ ვეცდებით. მაგას ჯობია თუ ვერ გაიგებ მაგ ტერმინს, მოიძიო ეგ ტერმინი რა არის და შემდეგში უკვე არ გიქნება პრობლემა მაგის გაგებას. ანუ რაღაცაში ისე ვთქვათ, ვიღაცა მოვა და რაღაც ტერმინებს დაგისახელეთ, რა თქმა უნდა, ეს გამოგადგებათ იმაში, რომ დაგუგლოთ და არის სერჩოთ რა არის, როგორ არის, რაღაც კითხვებზე პასუხებს გაგცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ ყოფილა ნამდვილად, როგორც უკვე თორნიკემ თქვა, ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ყოფილიყო რაღაც ერთი სივრცე, სადაც გამოსtildeულ software engineers, არა მხოლოდ ექსპერტები, ვინებიც მოღვაწეობენ, შესაძლებელია რომ თავიანთი რაღაც გამოსtildeება და თავიანთი ისტორიები გაეზიარებინათ, რაც აი ამ გზის განმავლობაში გადახდენიათ თავს რა. მაგრამ ხო, მაინც მჯერა რომ ჯუნიორებსაც და გადამწყებ დეველოპერებსაც ძალიან გამოადგება ჩვენი კონტენტი და მაინდა-მაინც იმედს ნუ ჩავუკლავთ მაგამ ბავში რა. არა, ხო, იმედს არ უყო, უბრალოდ Windows სწორად ესმოდეს ყოველს რომ ეს არ არის რაღაც educational content-ი, სადაც ჩვენ ვზივართ და ვიღაცას რაღაცას ვასწავლებთ. არ არის. ანუ უბრალოდ შეიძლება ამ კატეგორიის ხალხმაც გაიგოს რაღაცა ხალხი და იმ კატეგორიის ხალხმაც გაიგოს, უბრალოდ იმიტომ რაღაცებს ვყვებით. და უყავს სტუმრები, რომლებიც რაღაცებს გვიყვებიან, ხო? ანუ თორე ხეთ მაგათ წინა პოდკასტში ზუბა რო ყავდა, ეხა იქ ვინც არ უნდა გამოსtildeული დაგესვა, ანუ მისი სპეციალიზაციის პატრონი, ისეთ რაღაცეები იცის ტიპა და ისეთ რაღაცებს საუბრობს, რომ რა ვიცი მე, ანუ ძალიან სპეციალიზირებული უნდა იყოს რაღაცებში, რომ აქედან 90% წაგეღო. აბსოლუტურად. რაზე ილაპარაკა, ხო? და რა ტერმინებით ხო? ამიტომ მაგას არ მნიშვნელოვანია, რაღაც წაიღო. მაინც სასიამოვნო. ყველაფერი ვერ წაიღო, მაგრამ ეს მეორჯერ შეხედავ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ვერ გაიგო, მგონია, რომ ეგ კონკრეტული მაინც სასიამოვნო იყო მოსასმენად. ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ ეპიზოდი. ჩემთვისაც მოდი გადავიდეთ შემდეგს, ხო? Yes. რა ქვია ეფექტს, როცა უკვე რამოდენიმე წელია რაც არ უნდა ისწავლო, მაინც სულ გორიან რომ არაფერი არ იცი.
ეგ არის ყველაზე მაგარი რამე რა, ჩემი აზრით. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად გაქვს ასე ვთქვათ, იმპოსტერ სინდრომი. ჟილკა თუ რაც ქვია მაგას რა, იმისა რომ ახალი ისწავლო, მუდმივად განვითარდა და არ შეწყვეტა ეგ პროცესი რა. და გარდა ამისა ნიშნავს იმას, რომ ეგო არ გაქვს დიდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ გასაუბრებებზე მოდიან ხოლმე ისეთი ტიპები, რომ გონიათ, რომ რაღაც ძალიან მაგრები არიან, გამოცდილები არიან და ითხოვენ ასტრალის რაოდენობის ხელფასს რა, მაგრამ რეალობა როგორც წესი სულ სხვანაირია ხოლმე რა. ხო, ჩვენ სფეროს აქვს ზოგადად ეგ მინუსი, რომ ადამიანი როცა ცოტა რაღაც ისწავლის, პირდაპირ დანი კრუგერის ეფექტში ვარდება, რომელიც და ეს ეფექტი ზუსტად ის არის, რომ რაც უფრო ცოტა იცი, მით უფრო მეტ გონია რომ მეტი იცი. და რეალურად რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ხედავ რეალობას თუ რამდენი გაქვს კიდე სასწავლი. აქედან მომდინარე მე უფრო გვხვდები თუ რაოდენ ცოტა იცი. აქედან მომდინარე შენ რაც გვეკითხები ხა, მაგას ქვია იმპოსტერ სინდრომი, ჩაოლური სინდრომია, რომელიც ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად. მეც მაქვს და ჩემი კარიერის განმავლობაში სულ მქონდა ეს და ცოტა შორის ორი სტატია მაქვს მაგაზე დაწერილი. ერთი ქართულად მაქვს დაწერილი წლების წინ, სადღაც 2019-ში ალბათ და ერთი მაქვს შარშან დაწერილი, იმიტომ რომ ეს იმპოსტერ სინდრომი რაღაც ისეთი სინდრომია, რომელიც ინჟინერებს სულთან დაყვება და ანუ მაგდროს რეალურად ყველაზე სწორად ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად იმპოსტერ სინდრომია. ცელია მასალა, რამდენად დიდია ეს სფერო და მუდმივად გიწევს საკუთარ თავზე მუშაობა რა და თუ ეს იმპოსტერ სინდრომი არ გექნება რეალურად, ეგ უფრო საშიშია. ან თუ ესეთი ფილინგები არ გექნება, რომ და პირიქით გეგონება რომ ყველაფერი იცი, ეგ უფრო საშიშია, იმიტომ რომ მე რეალურად წაგიყვანს არასწორისკენ. როცა არ იცი, როცა რაღაცაზე იცი რომ არ იცი, მარტივია, შეიძლება მარტივად გაიგო ეს როგორ ისწავლო და მე მაგას ისწავლე. მაგრამ თუ გონია რომ ყველაფერი იცი და რეალურად არაფერი არ იცი, მან უკვე აღარც ეძებ რა უნდა ისწავლო, იმიტომ რომ გონია რომ ყველაფერი იცი და ეგ უფრო ცუდი დასრული ექნება. შემდეგ. კაი, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგი კითხვა არის ესეთი. შეგიძლიათ ვიდეო, ნუ კითხვაც არის და დავალებაც. შეგიძლიათ ვიდეო ჩაგვიწეროთ, როგორ იყენებთ GitHub-ს ყოველდღიურობისთვის, ამ ინფორმაციის მოსწავლად ან ცოტა ზოგადი გამოყენებისთვის. არ გულისხმობ კოდის დაფუშვას, დაკომიტებას და ასე შემდეგ, უფრო საგანმანათლებლო მხარე მაინტერესებს და ასევე open source კოდზე მუშაობა. ამაზე შემიძლია დიდად სავარაუდოდ Git-ი უნდა ეგულისხმა ავტორს და არა GitHub-ს, არა GitHub-ს გულისხმობს ცალსახად, იმიტომ რომ საგანმანათლებლო, ხო, ნუ ძირითადი open source code base-ი ხო GitHub პლატფორმაზეა, ესე რომ შენ შეხვიდე და ნახო. რეალურად და ალბათ მაგას გულისხმობს. პირველ რიგში ანუ მაგაზე ვიდეოს ვერ ჩავწერთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ არის ჩვენი ფორმატი education-ი. ფორმატი არ არის და თან მეორე ისიც რომ Git-ის გამოყენება არის ძალიან ინდივიდუალური საკითხი. გარდა იმისა, რაც თქვი push-ი, commit-ი, pull-ი, ამის გარდა ძირითადად რა ხდება არის ძალიან ინდივიდუალური და ესე უბრალოდ მაგალითის საჩვენებლად შეიძლება თქვა რომ რამარტივია Git-ი და რაღაცა, მაგრამ რეალური use case-ები, რომელიც მუშაობის პროცესში ხდება ხოლმე, იქ საერთოდ სხვანაირი არის სიტუაცია. ამიტომ მაგ ვიდეოს ჩაწერას ცოტა აზრი არ აქვს. ერთადერთი ამ კითხვაზე მე რა პასუხს გეცემა შემილია, მაგალითად როგორ ვიყენებ, ხო? მე მაგალითად საგანმანათლებლო მხარისთვის ვიყენებ, მე მაგალითად როგორც ადამიანები რაღაც სოციალურ ქსელს ხსნიან ხოლმე და სკროლავენ და სიახლეებს იგებენ, ეგრე მაქვს მე GitHub-ი მაგალითად. ოდესმე ჩემი პირადი გამოყენება სხვა შეიძლება საერთოდ არ იყენებდეს მაგას. მე GitHub-ს ვხსნი ხოლმე, GitHub-ს უკვე ნასწავლი აქვს ალგორითმი იმის თუ მე როგორი რაღაცები მაინტერესებს და თუ რამე ახალი რეპოზიტორი ან რამე ახალი open source პროექტი ან რამე tool-ი ახალი, იმაზე მაჩვენებს ხოლმე, მე ვისაც მივყვები ისინი რომ სტარავენ ამ რეპოზიტორებს და ბევრ სიახლეს ვიგებ, ბევრი შეიძლება საინტერესო tool-ი ვნახო, ვიღაც ჩემო მეგობრებმა რაღაც დასტარა, მეც გადავიდე ვნახო. ასევე მაჩვენებს trending რეპოზიტორებს, აი რომელი open source რეპოზიტორი არის ახალი. და ასე შემდეგ და ნუ ამ ხრივ კითხულობ შევდივარ კითხულობ ეცნობი და ამ ხრივ შეიძლება დავაქვათ რომ ამას ვიყავებ მე საგანმანათლებლად. რაც შეეხება open source კოდზე მუშაობას, ესე open source კოდ შენ ვერ აირჩევ რომელ რაზე გინდა მუშაობა. ძირითადად როგორ ხდება, ანუ როგორ შეიძლება ადამიანს გააუჩნდეს იდეა რომ აი მოდი open source-ში რაღაც კონტრიბუციას გავაკეთებ. პირველ რიგში ამის მიზანი მოდის იქიდან როცა რაღაცა tools შენ თვითონ იყენებ და იქ იპოვი ან რაღაც bugs, ან გინდა ამ tools-ის განვითარება. ან რაღაც არ მოგწონს და გინდა რომ შეცვალო.
მე თუ რაიმე open source-ში მივიღია მონაწილეობა, ყველა იყო ესეთი кейსი. მე თვითონ ვიყენებდი რაღაც tools, რომელიც იყო open source-ი, იქ ვიპოვე პრობლემა, რაღაც არ მუშაობდა და მე მჭირდებოდა, ან არ მუშაობდა ისე როგორც გვინდოდა რომ იმუშავა და feature request-ი გავაკეთეთ და pull request-ი გავხსენით. ეს არის open source-ზე მუშაობის დაწყების ერთ-ერთი გზა. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი feature-ი GitHub-ზე, რადგან GitHub-ზე არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის GitHub issue-ები. GitHub issue-ები კონკრეტული რაღაცა ტექნოლოგიის ან რაღაცა ნებისმიერი კოდის, რომელიც open source-ია, იმიტომ რომ იქ შეგიძლია იპოვო ბევრი ესეთი რაღაცა, რაც თქვა ადრე მუშაობდა და თანამედროვეობასთან თავსებადი არ არის. ამიტომ არა მხოლოდ სხვათა შორის რაღაც pitfall-ები, იქ თუ რამე პრობლემა არსებობდა რაღაც ეტაპზე და აღარ არსებობს და აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი GitHub issue-ების დისკუსიების შედეგად შეგიძლია რომ ნახო და მოიძიო რა და საერთო ჯამში GitHub-ის ძირითადი იდეა open source-ის ეგ არის რა რომ საგანმანათლებლოა საერთო ჯამში და ნუ არა მხოლოდ ეხლა ყოველდღიურ მუშაობაზე pull request-ები, review-ები და commit-ები და ასე შემდეგ ეს უკვე მეორე საკითხია რა. მაგრამ ძირითადად რაც თორნიკე მილაპარაკა ეგ არის რა. კაი, მოდი გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი კითხვა ცოტა დიდია, ამიტომ კონტექსტს ამოვწვი. ძირითადად ამ ადამიანს აინტერესებს entry level-ზე რისი სწავლა არის მნიშვნელოვანი, ანუ რისი სწავლა ღირს, რისი არა, რისი შესწავლა შეიძლება ჩაითვალოს შედარებით გრძელვადიან ინვესტიციად და რა შეიძლება სიტყვაზე რა შეიძლება ისწავლო რომ დაგასაქმონ მალევე და ანუ sailing-ი ანუ ბარიერი, entry ბარიერი იყოს ბევრად დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაშიო. რა ტიპის კომპანიებია ყველაზე beginner friendly, რომლებიც გარკვეულ როლს ითამაშებენ შენი როგორც დეველოპერის ჩამოყალიბებაში, რა სექტორში ჯობს თავის გამოსთა და არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად შეგვიძლია კითხვის ფორმირება, სწორად დაგეკითხა ფორმირებული. რავი რა. ხო, მიხდი ან მოკლედ ამ ადამიანს აინტერესებს რა სექტორში ჯობს თავის გამოსთა, ანუ entry barrier-ი რომ ნაკლები ქონდეს, რა ტექნოლოგია ისწავლოს რომ მალე დაიწყოს მუშაობა და beginner friendly თუ არის კომპანიები. ინის barrier-ი რომ ნაკლები ქონდეს? entry barrier-ი, ანუ მაგალითად C რო ისწავლო entry barrier-ი ხო მაღალი გაქვს. C++ რო ისწავლო entry barrier-ი ხო მაღალი გაქვს, მაგრამ თუ ისწავლოს თვალზე Vue.js იქ entry barrier-ი შედარებით ნაკლები გაქვს. იდეაში ეგ აინტერესებს. რეალურად ამაზე წერამ უკვე უპასუხეთ რაღაც ჭრილში პირველი კითხვაზე რომ რა უნდა ისწავლო. ამიტომ მაგაზე მოდი არ გავამახვილოთ ყურადღება ახლა. უბრალოდ ჩემი აზრით სამწუხაროდ დღეს მიზნით beginner friendly კომპანიები არ არსებობს. არც არასდროს არსებულა მე თუ მკითხავ რა. ნუ ადრე შეიძლება იყო როცა მართლა ცოტ ჯუნიორი ესე სწრაფად არ იზრდებოდა და ესე ბევრი ჯუნიორი არ იყო, მაშინ მართლა შეიძლება ეძებდნენ რაღაც ინტერნეტს და უფრო მეტად ნახულობდი ინტერნეტს. მე ხა ყველაზე მეტად რაც მახსენდება, აი ძალიან ისო ვიყო რა, honest. ერთ-ერთი კომპანია მახსენდება, რომ ეს ინტერნეტის აყვანა აქვს მუდმივად არის Space. სხვა კომპანია ესე რომ მახსენდებოდეს, აი ანუ იდეაში ბანკებსაც მუშაობ რეკლამას არ უგეთებ, არაფერს არ უგეთებ, უბრალოდ მახსენდება ჩემი მეგობრებიდან, როცა მუშაობდი, მაშინაც იყვნენ ინტერნეტები და სულ ვიცი რომ ანუ ეს ინტერნეტის მიღება სულ აქვს. ბანკებს ყოველთვის აქვთ ხოლმე რაღაც პროგრამები, როგორც მახსოვს რა. ხო, მაგრამ აი ზუსტ იმენა ინტერნეტის აყვანის. მაგალითად ბლოგი აკეთებს მე მგონი წელიწადში ერთხელ. კი. ლიდერატორი ქვია მაგას. მოთ ეგეც ანუ ეგ ინტერნეტი არ არის, ანუ ასწავლიან გამოსდა არის ჯერ, მაგამს რო გაივლი, მე რა კურსებს გადიხარ 3 თვიანს, თუ 2 თვიანს, უბრალოდ არ ვიცი და მე იქიდან მოირჩიე ტოპ ტიპები და მე იწყებ მუშაობას. ეგ კიდე სხვა არის რა. და ინტერნის პოზიციას ვინც აცხადებს, ის უკვე არ გასწავლი შენ, გელოდებო შენ რაღაც იცი. ერთადერთი კიდე რაც შემიძლია დავამატო არის ის, რომ აუცილებლად მიმართულება აირჩია იმის მიხედვით თუ შენ რა გინდა და რა მოგწონს. ანუ კონკრეტულად თუ რაღაც თული არ მოგწონს და იმის მიხედვით ეძებ რომ თქვა აი ამ კომპანიაში მოვხვდე, ეს მიდგომა არის არასწორი რა. ამიტომ რაღაც ეტაპი გაიზრდები და შეიძლება სხვა ტექნოლოგიების მიმართ უფრო მეტად გიწევდეს გული რა ადამიანს. ამიტომ მაინც ტექნოლოგიას დიდ ყურადღებას მიუქცევია პირადად. რა თქმა უნდა, ყველაფერს გააჩნია. შეიძლება ადამიანი იმ წუთას
მისი ინტერესი იყოს მხოლოდ მუშაობის დაწყება ნუ ეგეც არის. და შეიძლება ოკეია. უბრალოდ ხა ჩვენ ყველაფერი ჩვენ იდეალურ სამყაროს ავხსენებთ ხა და შეიძლება ადამიანი როგორ არის ანუ სხვაგან მუშაობს არ მოსწონს სამსახური მაგალითად მუშაობს ერთ სხვა სფეროში ბუღალტერიას თქოს ავიღოთ და სწავლობს დეველოპმენტს ეხა იმისთვის იმას ერთი სული აქვს რომ ნებისმიერ რამე ისწავლოს და პროსტო წარმოვიდეს უბრალოდ აქ ალბათ ის უნდა უთხრათ რომ ეგ შეიძლება გრძელვადაში შენთვის იყოს ცუდი იქიდან კი წამოხვალ მაგრამ მე აქ დაპაუზდები რაღაც ეტაპზე რა ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე დაბალ ბარიერიანი ტექნოლოგია დღეს რო ისწავლო და ტექში მოხვდე არის რავი შეიძლება ბევრი არ დამეთახოს შეიძლება მეც არ ვარ ამაში კომპეტენტური მაგრამ ესე გარედან ბაზარს რო უყურებ დღეს ყველაზე მოთხოვნადი არის ზოგადად JavaScript-ი და JavaScript based framework-ები Svelte არის დღეს ძალიან პოპულარული. ეგ აქ არ არის პოპულარული. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ზოგადად სოფლიოში პოპულარულია ძალიან. და ხო JavaScript based framework-ები რა. ამას თუ შენ დაუმატებ React-ს, არა, backend-ს რა მაგალითად Node-ს ან რავი, ბევრი ეგ Deno არის კიდე JavaScript-ის runtime-ებზე გაკეთებული backend-ები მაგას თუ დავუმატებ, რეალურად შეიძლება ერთიანით ბევრი რაღაც გააკეთო. და შედარებით ბევრი სამსახურია ესე ბევრი ჯობი დევს, მაგრამ ეგრე მარტივად არ არის რა. ბევრი ჯობი იმიტომ დევს რეალურად. მოთხოვნაც ბევრია. მოთხოვნაც ბევრია, ანუ ბევრი დეველოპერია, ანუ ბევრი სწავლობს ამას. მარტო მე კი არ ვიცი რომ entry level-ზე ამ ეს ტექნიკა ყველა მიცის. აქედან გამომდინარე შენაირად შენ რო დაიწყებ ბევრი დაიწყებს და ბევრი კონკურენცია გექნება. ამიტომაც ეგ კითხვა ყოველთვის აი ეგეთია რა, აი entry barrier-ი რო დაბალი კონდეს, აი ძალიან რთულია რომ მაგ კითხვას სწორი პასუხი გაქცე რა. მე ისევ იმას მივაწვევი რომ ფუნდამენტალები ისწავლე კარგად და entry barrier-ი შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ როცა იქნება ხარისხიანი და გააკეთებ იმას, რაც მართლა მოგწონს რა და რაც მართლა რისიკეთებას მართლა გსიამოვნებს. სექტორის რა სექტორში ჯობს თავის გამოს და ეგეც ძალიან ისეთია, არ აქვს მნიშვნელობა რა სექტორში დაიწყებ, შენ რაც გაინტერესებს რაღაც ეტაპზე რომ ხოლმე მაინც ნებისმიერ ამოჩანას დაწერა. რა სექტორში ხო რეალურად ანუ ჩემი მიდგომა ესეთია, უნდა იყოს შენ software engineer და არა რაღაცის framework-ის developer-ი. აქედან გამომდინარე თავარია როცა გეცოდინება რაღაცა ფუნდამენტალურად კარგად, რა სექტორში არ უნდა წახვიდე, შენ შესაძლებელი პრობლემას შენ გადაჭრ. კაი, გადავიდეთ შემდეგს. კარგი იქნება როგორ ვირჩიოთ top 5 წიგნი, მაგალითად, რომელიც დაგვეხმარება ფუნდამენტალური ცოდნის დაგროვებაში. მე ვთქვა თუ შემიტყვი. top 5 წიგნი შეიძლება ესე არ გამახსენდეს, მაგრამ რაც ემახსოვს, მაგას სპეციალურად არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე მგონი ეგ ფუნდამენტალურ ცოდნას მე დავამთავრებთ მეც იმდო წიგნების გაცნობა. ფუნდამენტალურ ცოდნას. მე ვფიქრობ, რომ მე დავიწყო გინდა და თუ გინდა დამეხმარე მე. მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან თუ ფუნდამენტალურია საუბარი, მაინც ვიტყოდი, რომ clean code-ი აუცილებლად ყოველას უნდა ხმდეს წაკითხული. მე ვისაუბრეთ ამაზე ბევრ სერიაში, რომ ძველია და არ მინდა მაგაზე კამათი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მაინც ყოველას უნდა ხმდეს წაკითხული. ასევე კიდე რაციქს დავასახელებდი ხუთეულში. მე მგონი ფუნდამენტალებში ცოტა სხვა რამეს გულისხმობს. clean code ფუნდამენტალია საერთო ჯამში. სწორად კოდის წერა თუ არის ფუნდამენტალური ცოდნა. მე მგონი სხვა რამეს გულისხმობს. მე მგონი გულისხმობს ეს ადამიანი აი ფუნდამენტალურად როგორ მუშაობს კომპიუტერი, რა არის სისტემა, OS-ი, RAM-ი, ასე შემდეგ. clean code რეალურად გასწავლის, რომ იცი ეს ყველაფერი, მე კარგად როგორ შეფუთო და ისე წერო კოდი, რომ ადამიანმა წაიგითხოს readable manner-ში. მე მგონი, ანუ სხვა რამე არ გავცეთ პასუხი რა, ანუ მე მგონი მაგას კითხავს და ფუნდამენტალურ ცოდნაში მე მგონი მაგას გულისხმობს. რას ურჩევ მაშინ? ფუნდამენტალური ცოდნისთვის პირველ რიგში ურჩევდი data structuring algorithms მაგწიგს. ეს არის ძველი წიგნია ძალიან, ზუსტ სახელი არ მახსოვს, მე მოვძებნი და ამოვანათებ აქ. მაგას ურჩევდი. წიგნი არ არის, მაგრამ ურჩევდი მეორეს ურჩევდი Simius ლექციებს YouTube-ზე. ეს არის ძალიან overkill-ია. Intro to Computer Systems. ანუ მე მესმის ასაცნობი რა, მაგრამ ძალიან overkill-ია და საკამათოა ეგ ხა. ბოი, რატო overkill? ანუ იმიტომ რომ ვიღაცა ტიპს რომელსაც თქვათ
აი თუნდაც ამ ადამიანს რომელიც წერს რომ სამუშაოს დაწყება უნდა და აი მე ხო იმერი მაგადამიანს ხო პასუხობ კაცო მაგადამიანს ხო მე თქვა სიის სწავლემეთი ამად ეს ადამიანი სხვა კითხავს ტოპ 5 წიგნი რომელიც დაგვეხმარება ფუნდამენტალური ცოდნის დაგროვებაში ფუნდამენტალური ცოდნა ეგ არის ხა მე მოგწონს თუ არ მოგწონს ფუნდამენტალური ცოდნა ეგ არის შენ რო კოდს დაწერ და გაუშვებ დღის ბოლოს ის ჩადის მანქანურ კოდში ხა რავი ხა შენ მოგწონს ეს რა ეგ თუ გინდა ფუნდამენტალური ცოდნა ეგ არის თუ გინდა და მჯერა რომ ეგ არ გინდა ისწავლე სი რასაც ეს გეუბნება რატო არ უნდა ეს ხო და მე გირჩევ რომ სი არის სწავლო თუ გინდა ისწავლე up to you მაგრამ დღევანდელი development ცოტა სხვა მიმართულებითაა წასული და სხვანაირად შეგიძლია ეგ რაღაცა რასაც სიში ისწავლიდი ისწავლო და გაიასრო რა რავი რატო გინდა რომ ადამიანმა CPU-ს რაღაც ბორდები და რამებზე რა იწერება და რაღაც საშინელებებით დააწყებინა development-ი ანუ ძალიან overkill-ია C++-ით რო გეთქვა კიდე ალბათ რაღაცაში დაგეხმარებოდი აქვს დაგითანხმებოდი რაღაცეებში რა მაგრამ სიტი არ ვწევ ჯერეთი სი არსად არ მეხსენებია ეგ ერთი მე მეორე ანუ ვიცი უბრალოდ ასაც Intro to Computer Systems არის გიხსნის ადამიანი მაგალითად შერო კომპიუტერ software-ს რო დაწერდა რომ გაუშვებ მაგალითად რა ხდება დაბლა როგორ კითხულობს კომპიუტერი შენ soft-ს როგორ გამოიყოფა memory RAM-ში მაგალითად როგორ შეგიძლია მე vector-ი გააკეთო პირიქით reverse engineering-ით ამოიღო და ყოველი კურსის მერე გადადოს დავალების მაგ კურსს რომ მორჩები უნდა ჩათვალო რომ computer science-ის რაღაცა ის დეტალები იცი რაც ნიშნულობა არ აქვს რა framework-ზე დაწერ რა ენაზე დაწერ ნიშნულობა არ აქვს ეგ ყველაფერი არ იცვლება იმიტომ რომ მაგ ყველაფერზეა და შემოვ დღეს ყველაფერი აქედან მომდინარე თუ ფუნდამენტალური ცოდნის დაგროვება გაინტერესებს ну ეგ არის ფუნდამენტალური მოდი ჯერ ავტორმა თვითონ იმას აკნას ფუნდამენტალურებში რა გახავს ანუ ჯერ არ ეგ არ გახავს რა აქედანვე ვიცი უბრალოდ აი 100% დარწმუნებული ვარ და აი ამ კითხვაში ეხა დეველოპერი მაგას არ კითხავს რომ აი დარწმუნებული ვარ მაგაში რა აბა ფუნდამენტალურში რას გულისხმობს ადამიანი აი საწყისებზე რა ელემენტარულ რაღაც ოპერაციებზე ალგორითმებს გულისხმობთ და სავარაუდოდ მარტივს ხო ეგ არა ფუნდამენტალური ხო და მაშინ ასწენა გვაქვს quick sort-ებს merge sort-ებს აი თუ მაგას ეგ არა ფუნდამენტალური შენ რა სორტებს ალგორითმები რო იცი ეგ რა ძალას გაძლევს JavaScript-ში რო რაღაცას დაწერან Go-ში ან რა მაგრამ წფი ვიდრე რა საკეთებს ტექსტს გამოიყენება ხო აი ეგ სხვა ხო და ეგ არის ფუნდამენტალური არა quick sort-ი და clean code-ში მაგალითად Uncle Bob-ი რო გეუბნება რომ ფუნქციას ჰქონდეს სამი პარამეტრიო ეგ ფუნდამენტალური ვერ იქნება ანუ ეგ არის კაი ოღონდ როცა რაღაც იცი უკვე მე რო წაიკითხო შეიძლება მაგრამ ფუნდამენტალი ესა თუ სხვა რამეს გულისხმობს კი ბატონო მაგრამ ნუ ფუნდამენტალი რაც არის ვერ შევწუთ ხა რეალურად ეგ არის ფუნდამენტალი ხო მე იგი ხო მეორე კიდე რავი რას ურჩევდი და რეალურად ნიკას პოდკასტი ნიკამ რაც ილაპარაკა ბოლოს Mythical Mothman-ი ხო მაგას ეგ ტექნიკით კაია მაგრამ ეგეც თლად ფუნდამენტალურ ცოდნაზე არის უფრო არის ტექნიკურზე და აი გამოსtildeულ ტიპებზე რა ძირითადად მე ეხა ის ეგ ორი მახსენდება რა ნუ პირველი რიგში კურსი მახსენდება ის წიგნი მახსენდება და ის დასაშეშ ალგორითმს და მაგ ყველაფერს რო გაივლი ალბათ დიზაინ პატერნების წიგნი ის ინენა განგოფორი აი ეს ვიცა ხო ოკეი აი ეს არის დიზაინ პატერნების საუკეთესო წიგნი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში განგოფორის ძველია და აუთდეიტია რა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეალურად ახსნადი რა მაინც პირველი წიგნი ისაა განგოფორი ხო და ეს განგოფორი იმენა აუთდეიტზე რომ თუ საუბრობთ ძალიან აუთდეიტიდია უკვე რა ანუ ეს ბევრად უფრო ლამაზად არის კომიქსებით არის ახსნილი და ადამიანისთვის გასაგებენაზე რა ამიტომ მე ამას გირჩევდი იმიტომ რომ ძალიან კაი წიგნია და წაკითხული მაგისთვის კაი გადავიდეთ ჩემს 32 წელი თუ დაგვიანებულია დეველოპმენტისთვის არა რა თქმა უნდა ერთადერთი რაც შეიძლება მაგაზე გითხრა რომ როგორც დაგვიანებული არ არის უბრალოდ 32 წელს უბრალოდ თუ ადამიანს ოჯახი ყავს, იქ შვილები ყავს და რაღაცა შეიძლება უფრო მეტი distraction-ი გქონდეს რა და მაგის ხარჯზე იყოს ის რომ ან არ შემიძლია, ან დრო არ მაქვს, ან რაღაცა, მაგრამ სინამდვილე ისეთია რომ არც ერთ შემთხვევაში არ არის დაგვიანებული შრომა ყოველთვის გამოიღებს შედეგს, სწორი მიმართულება ყოველთვის გამოიღებს შედეგს ასევე და ვფიქრობ, რომ მაგის გამო რომ თქვა 32 წლით გადააბიჯე, საერთოდ ღირს ხელის ჩაქნევა იმაზე, რომ რაღაც რაც გაინტერესებს და გინდა რომ ისწავლო, მაგის ხო შესწავლაზე უარი თქვა რა. ამიტომ რა თქმა უნდა არ არის დაგვიანებული. არ არის, მეც ეგრე ვფიქრობ, არანაირად არის დაგვიანებული, უბრალოდ სწავლისთვის არაფერი არ არის დაგვიანებული. მე დავიწყე ეს სფერო 21 წელს და მაშინაც მეგონა რომ დაგვიანებული იყო. ანუ სისულელეა. აქედან მომდინარე
არაფერი არ დაგვიანებული. კაი, შემდეგი .NET-ისა და Java-ს მარკეტზე საუბრობდით, რომ საქართველოში .NET-ი საკმაოდ ხშირია ლოკალურ დიდ კომპანიებში და ევროპაში თანაბარია. ან Java მეტია, მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით backend-ისთვის საქართველოში Java იშვიათია და .NET-ის სწავლა ჯობია თუ აქაც მეტყლებოდ თანაბარია მარკეტი. ატო ამბობდა მახსოვს პოდკასტში რა და მართალს ამბობდა მაგრამ ბავში რომ ქართულ ბაზარზე .NET-ი გაცილებით უფრო პოპულარულია ვიდრე Java რა, იმიტომ რომ ბანკები .NET-ზეა აბსოლუტურად უმეტესობა. ნუ ეხლა გასაგებია რა შეიძლება რაღაც სერვისები თქვა .NET-ზე არ იყოს და Java-ზე იყოს პირობითად დაწერილი ან რაღაც მსგავსი. კი, მაგაზე ოკეი, მაგრამ in general მაინც ალბათ .NET-ია საკომუნიკაციო ძირითადი ტექნოლოგია რა. ერთი რაც არის რომ არის ბევრი legacy კოდები, როგორც წესი, ძველი რაღაც დაწერილი, თანამედროვეობაში რა თქმა უნდა, რადგან თქვა ტექნოლოგია წინ მიდის და ვითარდება ბევრი რაღაც ამათი გადაწერა ხდება და მოდერნიზება, მაგრამ ხო, რაც ჯამში კი ალბათ რეალურად ქართულ ბაზარზე .NET-ი უფრო მოთხოვნადია ვიდრე Java რა. აი საფრთხეში რავი ევროპაში ვერ გაგცე მაგაზე პასუხს ასე ვერ შეადარებ რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხო ბიზნეს გააჩნია. ხო, აბსოლუტურად ბიზნეს გააჩნია რა, ბიზნეს, მაგრამ საერთო ჯამში .NET-ის და Java-ს შესაძლებლად ისეთი რაღაცაა რა, რომ აბსოლუტურად ძალიან თითქმის ერთნაირი კომპეტიტორები არიან ორივე რა. ამიტომ საერთო ჯამში ბიზნეს გააჩნია, ვინ არის ტექნიკური დირექტორი, რატო წვეთს კონკრეტულად რომ Java-ზე დაწეროს მაგაზია დამოკიდებული რა, ანუ .NET-ის არჩევა რაღაცა მიზეზი შეიძლება არსებობდეს. შეიძლება არსებობდეს ისე თქვა .NET-ი აირჩიეს, იმიტომ რომ Azure Cloud-ის subscription-ი აქვს, რაღაც ნაყიდი აქვს, რაღაც სერვისები, რა თქმა უნდა, მისი ინტეგრაცია .NET-თან უფრო მარტივია დეველოპერებისთვის და ანუ ასე შემდეგ. ბევრი მიზეზი არსებობს, რატო შეიძლება ეგ იყოს რა. ამიტომ როგორც ასეთი ვერ გეტყვი, რომელი უფრო მოთხოვნადია რა. გადავიდეთ? Yes. ტექნიკურ დეტალებზე რომ ისაუბროთ, Kotlin multi-platforms რომ შეეხოთ, როგორც Flutter-ის ალტერნატივა. დამწყები Android დეველოპერი ვარ Kotlin-ი და ამ პოდკასტის მერე Flutter-მა ცოტა შემაშინა. ეს ალბათ დაგვიწერა, როცა ტატოსთან გქონდა პოდკასტი. კი, მაგაზე მე გიპასუხებ, რადგან ნუ მობაილს ეხება უფრო. Kotlin multi-platform შეხება მაქვს, ეხაც მაქვს და მქონია წარსულშიც, უახლოეს წარსულში. Flutter-ის ალტერნატივა რამდენად არის, არ ვიცი. ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ეხა Kotlin multi-platform საკესტი პლატფორმა, სადაც ერთხელ დაწერ რაღაც პროექტს და იგივეს უშვებს runtime-ში Android-ს და iOS-ს. თუ არ ვწდები, თუმცა ძირითადად ბიზნესები Kotlin multi-platform-ს იყენებენ ამ ეტაპზე იმისთვის, რომ native Android-სა და native iOS შორის გაჩნდეს საერთო package და ის ნაწილი რაც ორივე პლატფორმაზე ერთნაირად იწერება და ერთი და იგივე ჯერ ხდება, არ გაკეთდეს ორჯერ და გაკეთდეს ერთხელ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ტულია და მაგალითად ჩვეულებრივად შეიძლება ნებისმიერ პროექტში network layer-ი დაიწეროს ჩვეულებრივად Kotlin multi-platform-ზე. და შენ სერვისები და network layer-ი არ გიქნება ორჯერ დასაწერი Android-ზე და iOS-ზე. ერთხელ დაწერ და შემდეგ გამოგიდგავს ეს პლატფორმა გამოგიდგავს Swift-ის package-ს და Android-ის რაღაც package-ს, არ ვიცი რა ქვია Android-ზე მაგას და უბრალოდ ცალკე მოდულად გექნებათ და ეს network layer-ი იქნება შეარეთი. 2017-2016 წლებში იყო ესეთი პლატფორმა Xamarin-ი და მას ჰქონდა C#-ზე იყო და მას ჰქონდა ესეთი portable class library. და აკეთებდა ზუსტად იგივეს და მაგ Xamarin-ზე რომ mobile აპლიკაციებს წერდით ხოლმე, ზუსტად ეგრევე აკეთებდით, რომ რაც shared code-ს დგავდით ერთ DLL-ად და იქ ვაკეთებდით ისეთ რაღაცებს, რაც Android-საც სჭირდება და iOS-საც. ან business logika, network layer-ი და ასე შემდეგ. MyUI-м არ ჩაანაცვლა Xamarin-ი. MyUI-м ჩაანაცვლა Xamarin-ში გაიგებობ შეაღარ არის საერთოდ. მაგრამ Xamarin-ის აღარ არის რას ნიშნავს, საპორტი აღარ აქვს. აღარ აქვს საპორტი. მაგრამ რამე ტიპს მომდის დაწერს. MyUI Xamarin-ზე დაშენებული რა. შევაი მაინტერესებდა. და რეალურად on Xamarin Forms-ზე.
და ჩვენ როცა წერდით ფონს არ ვიყენებდით, ძირითადად ვიყენებდით native-ებს, ანუ iOS-ზე და Android-ზე წერდით native-ს, მაგრამ ზამარინის მთელი მუღამი, ანუ რასიც ვიყენებდით, იყო რა, აი ამას ვაშიარებდით და ერთხელ წერდით რა. PC-ს ვეძახდით ხოლმე და მაგარი დრო იყო. ოკეი. შემდეგ ხო, რეალურად იგივეა კოდური მულტიპლატფორმია. გამოდგავს საერთო კოდს და Android და iOS-ი მაგას გამოიყენებს. გადავიდეთ შემდეგს. თუ შეიძლება AI-ის თემებზეც ისაუბრეთ, უფრო იმ ნაწილზე, რასაც development-ს ეხება, როგორ წარმოგიდგენიათ განვითარება Google-ის CEO-მ თქვა, რომ უკვე 25% ჩვენი კოდის AI-ის დაწერილიაო. მე დეველოპერების reviews ჭირდებათ, მაგრამ მაინც. ეგ 25% ყველაფერზე შეგიძლია თქვა მე. ანუ სისულელე აი რას ნიშნავს 25% ყვილია რა. არ ვიცი. ანუ ალბათ უბრალოდ მე მფიქრობ რომ უნდა და უბრალოდ რა ის რომ უნდა CEO-ს დაგიტკიცებს ალბათ 25% მართლა იმის დაწერა, მაგრამ ეგ არ შეესაბამება რაღაც რეალობას. არა რა თქმა უნდა. use case ანუ ის production აი ხარ წარმოვიდგინოთ რომ Google-ის რომელიმე პროდუქტის production codes რაც AI დგას და წერს და ადამიანები არ რევიუებენ ერთი წუთი ანუ თან მან თემატიკა ის არის რომ AI-ის მიერ დაწერილი კოდის კი ძალიან ბევრ შეცდომას უშუალოდ ჩემი პირადი დღესდღეობით ჯერ არც ერთ AI-ს არ შეუძლია production ready კოდის დაწერა მით უმეტეს Google-ის არა მით უმეტეს კონტექსტში ანუ შენ რო გაქვს რაღაც პროექტში ხო კოდს ახლა ჰაერზე ცარიელ ფურცელზე ხო არ წერ კოდს შენ თუ სკრიპტის დაწერა გინდა კი ბატონო შეიძლება დაიწეროს სკრიპტი მაგრამ რომ გაქვს უზარმაზარი პროექტი და ამ პროექტში გინდა შეგინით რაღაც კონტექსტში რაღაცის დაწერა და რეფერენსებულები ერთმანეთში აზრი არა რა უნდა რამდენი რაღაც უნდა მისცე რეფერენსი ხა ამ AI-ის ისეთი რომ თლიან პროექტში production ready კოდი დაგიდოს არავითარი მოკლედ ეს არის ტყუილი მან ერთ-ერთ ასას დავამატებდი და დიდად სავარაუდოდ რაც სიგულის ხმა არის ის რომ თანამედროვეობაში ბევრი AI თული დაგვემატა დეველოპერებს რაც გვეხმარება უბრალოდ მეტად პროდუქტიულობაში რა უფრო ერთი წამი მეტად უფრო სწრაფად ერთ კოდს ან რაღაც ადრე რო გჭირდებოდა რაღაც Stack Overflow-ზე რაღაცების მოძიება და ეხაც ვეძებ, იმიტომ რომ ხანდახან Stack Overflow-ზე გაცემული პასუხი მივჩენიან ChatGPT-ის პასუხს დღეს უფრო მარტივადაა რა რაღაც კითხვებზე პასუხების მოძიება და გარდა ამისა დაემატა ის რომ უბრალოდ Google-ის CEO-ს უნდა და ის რა თქვათ AI-ის ეს წინა პლანზე წამოეწია რა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ ენტერპრენერები იმას რომ გვაჩვენო რამდენად კარგი არის და ხელსაყრელი AI-ის გამოყენება. ნებისმიერი ახალი ხელსაწყო რომელიც ადამიანების ახალია, კარგია ხოლმე ჰაიპისთვის და ჰაიპის მოყვება ხოლმე მე რაღაცეებში, ვიღაცები მაგით რაღაცა ფულს შეულობენ, რაღაცა მოგებას ნახულობენ, არ ვიცი შეიძლება იყოს ფულადი მოგება, შეიძლება სხვანაირი მოგება. გაიხსენეთ რამოდენიმე წლის წინ Metaverse-ზე იყო ეგეთი ჰაიპი ზუსტად მარკ ცუკერბერგმა დაანონსა რომ მთლიანი მეტა გადადი, ანუ ხელის თვითონ მეტა იმიტომ დაარქვეს რომ Metaverse იყო ძალიან და ამბობდნენ რომ თან კორონას პერიოდი იყო და ამბობდნენ რომ მომავალი არის Metaverse-ის, ანუ სამსახურში აღარ მივლიდით და სათვალეებს გავიკეთებდით, რაღაც virtual reality სათვალეებს და ყველანი ვიქნებოდით Metaverse-ში და იქ ნამდვილ ფულზე ვიქნებოდით შეერთებულები და ასე შემდეგ და მართლა დაიწყო MetaMake პროექტი, სადაც Metaverse თამაში აკეთებდნენ ყველაფერს და მოკლედ ანუ რავი უზომო ჰაიპი იყო მაშინ გაკეთდა ის ბოტასიც NFT კაზინოები და რავი ეგ წელი იყო, ეგ იყო 2022 წელი, 21-22 წელი და უამრავი ჰაიპი იყო, მაგრამ ნუ გადაიარა მაგ ჰაიპმა, ხალხი ისევ დაბრუნდა. მოკლედ ესია რა. ამიტომ მე გიჩვენებთ ხოლმე რა ეს ტრენდები რომ გაიჩნდება ხოლმე, გამოიყენეთ, რა თქმა უნდა. ის რო იყო კიდე რაღაც სიგიჟე. უბრალოდ ჰაიპს არა. აუ ის თქვი უნდა ვახსენო რა, შეიძლება არა თემატურია, მაგრამ შანსი არა რომ არ ვახსენო. ეს ბოტასები რო იყო. NFT ბოტასები. ხო, მაგაზე ვთქვი. ხო, ოკეი. ანუ ეგ მაგან შექმნა მეთქი რა, მაგ ჰაიპმა. მაგ დროს შეიქმნა პატარა ბიზნესები რა. იყო NFT კაზინოები შეიქმნა მაშინ და ასე შემდეგ. Clearband თქვენს ფაქტიურად. ხო, ანუ ნუ ხალხმა ბიზნესი გააკეთა, ნუ რაღაცა პლუსი აქვს. ვიღაცებმა მოიგეს, ვიღაცებმა წაიგეს. კაი, გადავიდეთ შემდეგს. ასე იგი, როგორ უნდა მოხდეს AI-ის გამოყენება კოდის წერის დროს, როდესაც დამწყები ხარ? ძალიან დიდი იმედები არ მაქვს, ანუ ყველაფერი AI-ს არ უნდა კითხო, როდესაც დამწყები ხარ ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ იმდენად მარტივად გაძლევს იმ პასუხს რა, რომ შენ თვითონ რაღაცების რისერჩი არ გიწევს რა და ჩემი აზრით ეგაა მნიშვნელოვანი რა, რომ რაღაცები შენ თვითონ გამოიყენო ახსნისთვის. კი
ანუ კოდი კი არ დააწერინო. კი. კოდს დააწერო, ახსნევინე, როგორ შეიძლება ამ კოდის მაგალითად გაუმჯობესება. და რატო არის? არა, როგორ რატო მუშაობს ეს ასე, პირობით ხო, როგორ გაუმჯობესებდი და თუ გაუმჯობესებს, რატო არის ეს გაუმჯობესებული, ახსნევინო. ასე შემდეგ. ან შეგიძლია ეს კითხვა იგივე ნაირად დაუსვა AI-ს და ისიც გეტყვის, რომ ჯობია ეს. ხო, ზოგადად მზაპასუხებს უნდა ერიდო როგორც დამწყები. არ აქვს მნიშვნელობა ეს AI. ჩემი აზრით უნდა ეცადო მაგას მაქსიმალურად. AI იქნება თუ Google იქნება რა. მაგალითად რო გაქვს მავიცი ასწავლობ ენას მაგალითად C# სიტყვაზე ავიღოთ ან ნებისმიერ ენას, რომელსაც მასივზე აქვს ფუნქცია maxi, რომელსაც ანუ პოულობს მაქსიმუმ ციფრს. ჩემი აზრით ის კი არ უნდა ისწავლო ეს ფუნქცია როგორ უნდა გამოიყენო. უნდა ისწავლო ამ max შენ თვითონ როგორ დაწერდი. როცა დამწყები ხარ. და მზა თულინგები ჩემი აზრით არ უნდა გამოიყენო ეს პირველ ნაბიჯებში. მე რა თქმა უნდა ველოსიპედი თავიდან უნდა გამოიგონო, მაგრამ დასაწყისში ჯობია ეს ყოფილი შენით გააკეთო. მე მაინც ძველი სწავლების გზას უფრო დიდ პატივს ვცემ რა რაღაცა roadmap-ი და იმ roadmap-ს მიყვეს თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. გასაუბრების გამოწვევით, ხო, ეს უფრო კითხვა არ არის, ამაზე კი ბატონო, შეგვიძლია ამაზე ჩავწეროთ, გვაქვს ამომავლოდ გიგმა, რომ მოვიყვანთ აქ ისეთ დიდად ისეთ სტუმარს, სადაც ბევრს ვისაუბრებთ გასაუბრებებზე, remote tech market-ზე და ასე შემდეგ. მაინტერესებს რას ფიქრობთ ზოგადად web და mobile development-ზე, როგორც ერთმანეთის კონკურენტებზე. დღესდღეობით სტატისტიკა აჩვენებს, რომ web-ში კომპანიების მხრიდან ინვესტიციები დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა და ყოველთვის mobile-ზე გადაწყობას ცდილობენ, რადგან ზოგადად mobile-ი მომავლის არის. ეს კითხვა ალბათ უფრო რელევანტური იქნებოდა 1-10 წლის წინ. სადაც მართლა მაშინ mobile იყო hype-ში. დღეს მე მგონი ძალიან product wise არის ეს და product based არის, web-ი არსად დაიკარგება და ვერსად ვერ დაიკარგება, იმიტომ რომ ხო, ანუ ჩემი აზრითაც ეგრე არის რა, რომ პროდუქცია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული რა ეხა რაღაცა სისტემები ვერ იქნებიან. ვერა რა თქმა უნდა, ხო, ანუ სისტემა, როდესაც აქვს რაღაცა პირობითად, რომელიც რაღაც შიდა მენეჯმენტს იმაშვება, ERP პირობითად რაღაც ბუღალტერიის რაღაც ხო, მაგას mobile-ზე ვერ გააკეთებ. ხო, ანუ ვერ გააკეთებ, ან გააკეთებ და ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდება და შესაძლოა არ გიღირს რა, ხო ხტები? ანუ აქედან გამომდინარე რაღაცები web-ზე მუშაობდა და მუდმივად იმუშავებს პირობითად web-ზე რა, მაგრამ როგორც ასეთი კონკურენტად არ უნდა განიხილო, უფრო მიმართულება არის. არა, როგორც ხო რა პლატფორმა რა, ანუ PlayStation 5-ს ხო ვერ განიხილავ, მით რა ქვია, Windows-ის კონკურენტად, ანუ პლატფორმა თამაში თუ გინდა გავუშვა PlayStation-ზე წერე იმისთვის. ანუ გააჩნია შენ რა გაინტერესებს. კარგი. გადავიდეთ. შემდეგი ვარ web developer-ი, თვით ნასწავლი, ამჟამად დასაქმებული, ასაკი 40+. ძალიან მაინტერესებს თამაშები, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში თავის ადგილი უკავია. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია და ჰობი gaming-თანაა დაკავშირებული. და თქვენი გადაცემის შემდეგ ეს სურვილი უფრო გამიძლიერდა. ჩემი კითხვა რა შემდგომარეობს? მომცემს თუ არა ჩემი ამჟამინდელი პროგრამირების ცოდნა, ძირითადად PHP, framework-ები და გამოცდილება შესამჩნევი ბიზნეს სფეროში, თუ აუცილებელია დავიწყო სწავლა C++-ი ან თუნდაც C#-ის თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხს დაკავშირებით. ამას მე მგონი მე გავეცი კომენტარი როგორც მახსოვს რა, მაგრამ აქაც ვიტყვი იგივეს რა, რომ კი რაღაცები ალბათ მაინც გამოგადგება და აი თორნიკე რასაც იძახის ამ შემთხვევაში მე მგონი ის ძირეული რაღაცები, რაც ვთქვათ, PHP-ში რაღაცების transition-ში დაგეხმარება, რომ C++-ში გამოიყენო რა. საერთო ჯამში რამდენად შენ გინდა რომ მაგაში დრო და ეფორტი ჩადო, რეალობა ალბათ ეგ არის რა უფრო რა, მაგრამ ის რომ გამოგადგება თუ არა, მე არ ვიცი რა ცოდნა გაქვს, მაგრამ თუ გაქვს ასე თუ ისე საშუალო ცოდნა, მაგ კუთხით მგონია რომ არ გეჭირდება მიმართულების შეცვლა და მაგ ხრივ გადასვლა რა. ხო, და იმასაც პატარა დავამატოთ, გააჩნია gaming-ში რას გულისხმობ, რისი სწავლობ თუ გამზადებული game engine-ის სწავლა გინდა და ამ engine-ზე თამაშების გაკეთება გინდა, C# აუცილებლად მოგიწევს, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ეგეთი engine-ი, რასაც early barrier-ი აქვს არის Unity და Unity C#-ზე არის სკრიპტული ენა მანდ, თუ Unreal-ი მოგინდა, მაშინ C++-ი უნდა ისწავლო, ხოლო თუ game development-ის სწავლა გინდა ფუნდამენტალურად დაბლიდან, სადაც low level graphics-ზე მოგიწევს მუშაობა, მაშინ რა თქმა უნდა C++-ს ვერაცდები და მაგ low level რაღაცებს ვერაცდები, ანუ თუ C# ან სხვა
თანამედროვე engine გინდა Unity უბრალოდ C# არის მან გამოსავალი. ბატონო. ტექნიკური კითხვები, წიგნების კითხვას როგორ უდგებით? ნოუთებს ან რამეს გავს? წიგნს გააჩნია რა. ყველა წიგნი ის ხო არა, ტექნოლოგიას სწავლო. ან ზოგი წიგნი შეიძლება soft skill-ებზე იყოს რა, ან რაღაცა როგორ მიდგომებზე ან რაიმე მსგავსზე მაგალითებზე რა. ხო, აქედან გამომდინარე წიგნზე არის ეგ დამოკიდებული. თუ ტექნიკურ წიგნზეა საუბარი, თან ვკითხულობ, რაღაც პატარა milestone-ს დავისახავ მე პირადად და ის რაც გავიარე, ხსნი რაღაცა riders and visual studio და შესაბამისად იმაზე რაღაც მაგალითებს ვაკეთებ რა. რომ ეს რაღაცა ცოდნა, რომელიც თეორიულია ჯერჯერობით, პრაქტიკულად შევკრა რაღაც საფუძველი მივცე რა ამ ყველაფერს რაღაცა სახე. ეგ არის როცა ტექნიკურზეა საუბარი და როცა soft skill-ებზეა საუბარი და რაღაც მსგავს მიდგომებზე და ასე შემდეგ, მან უბრალოდ ხო უნდა გაიაზრო და ძირითადი რაღაცები უნდა აითვისო რა, რომელსაც შემდგომში უკვე სამუშაო გარემოში გამოიყენებ. ეგაა მან მნიშვნელოვანი რა. ამიტომ ტექნიკურებს ხო თან იკითხე, თან მაგალითები აკეთე პარალელურად რა. ისე რომ თქვა ადგედან 360-ისა 800 გვერდიანი წიგნი წაიკითხე პირობითად და მერე დაიწყო მაგალითების გაკეთება, ეგ არის შეცდომა, გამორიცხულია, დაგავიწყდება რაღაცები და იმ წაკითხულ წიგნს აზრი არ ექნება რა, ხო, ჰა? თავიდან წაიკითხავს. თავიდან წაიკითხავ, ხო, აბსოლუტურად. აუ ინდივიდუალურია რა. კი ბატონო, მაგრამ მე მაინც მაგას დაიწყე და შენ თვითონ მიხვდები როგორ ჯობია შენთვის. კი ბატონო. ეს კითხვა არ არის უფრო რიტორიკულია. ის პროგრამისტები სათხართ მათემატიკა არაა საჭირო რომ გაიძახით ხოლმე დაჯექით და უსმენთ თუ არაა საჭირო. ამაზე მარტივ კომენტარს გავაკეთებ. მათემატიკა მართლა არაა ყველა დომეინში საჭირო. დაუწერეს კომენტარი რომ დომეინს გააჩნიაო. მართლა არაა საჭირო ყველგან, თუმცა რა თქმა უნდა უმეტეს ნაწილში მათემატიკური აზროვნება საჭიროა. მათემატიკური ოპერაციების მათემატიკური აზროვნების ზიაში გამორიცხულია, თუმცა აი წინაზე რაც ვისაუბრეთ წინა პოდკასტში ზუბარა მათემატიკურ ტერმინებსაც იყენებ და ეგეთი სპეციალიზირებული, ეგეთი სპეციფიკური რაღაცები საჭიროა მხოლოდ ეგეთ სპეციფიკურ დომეინებში. უნიკალურია. მაგალითად, ხო, JavaScript-ზე რო აკეთებ რაღაცა web guards, იქ რა მათემატიკას დაგჭირდება, არ არის ის მათემატიკა, რაც დაგჭირდება, რომ ray tracing-ი გააკეთო, რა თქმა უნდა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იქაც არ გჭირდება მათემატიკა, ხო, მინიმუმ XY კოორდინატთა სივრცე უნდა იცოდე რა არის 2D სამყაროში რომ მიხვდე ობიექტი სად დადო და სად არა. აქედან გამომდინარე ელემენტარული მათემატიკა რა თქმა უნდა მაინც საჭიროა. თუმცა უმაღლესი მათემატიკა და რთული advanced რაღაცები სჭირდება თავისი specific domain-ი. აქედან გამომდინარე ნუ რა ვიცი, ვინც გეუბნებათ რომ არის საჭირო პროგრამების სასწავლად, ან არ არის საჭირო. პროგრამების სასწავლად ესე რაღაც პრერეკვიზიტები არ არსებობს. გინდა სწავლა, ისწავლე. მე გზა რაც დაგჭირდება, იმას ყველაფერს ნახავ რა გჭირდება და ისწავლე. აბსოლუტურად გითხრა. ოკეი. რაღაცა ჩვენ კატეგორიებად როგორ კითხვები დასმული, ერთი ტიპის კატეგორიის კითხვებს მორჩით. ეხლა გადავიდეთ. ეს იყო ძირითადად კომენტარებში ნაპოვნი კითხვები და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე პირადში, ანუ თვითონ inbox-ში რასაც გვწერენ ხოლმე მაგ კითხვებზე. აქაც რამდენიმე კითხვაა ძირითადად. ხო, მეგობრებო, თუ ვინმეს კითხვა რაღაცნაირად გამოგრჩა ან აქ არ იყო დასმული, არ გეგონოთ რა დავსკიპეთ, შეიძლება უბრალოდ ტექნიკურად გამოგრჩა, ბევრი იყო და ვერ მივაგეთ, ამიტომ შემდეგში ჩავატარებთ და კიდევ ერთხელ გავუვლით და ვეცდებით რომ რაღაცები გამოგრჩეს. ხო, ესეთი კითხვა გვაქვს. ერთი კითხვა გამიშთა technical depth-ზე. Strategic depth-ი და inadvertent depth შორის ხაზი ხშირად ძალიან ბუნდოვანია ხოლმე. რეალურ პროექტებში და მთელი რიგი პრობლემები მოყვება technical depth-ის არასწორ მენეჯმენტს. თქვენი გამოსწრება როგორია ამ მხრივ? გაიცი და მე მეგავცე მაგას კითხავს. რეალურად რო აუხსნათ ადამიანებს technical depth-ი შეიძლება ბევრმა არ იცი მაგათად strategic depth-ი რა არის და inadvertent depth-ი რა არის. მოკლედ strategic technical depth-ი არის, როდესაც მაგათად ჩვენ პროექტს ვაკეთებთ, რაღაცა კოდს წერთ, solution-ი გვაქვს და ეს არის კარგი solution-ი, მაგრამ ამ კარგ solution-ის იმპლემენტაცია სჭირდება რესურსი, ბევრი დრო და შემდეგ კარგი ტესტირება. ბევრი რესურსი ანუ. თუმცა ფიზიკურად არ გვაქვს მაგის, ანუ ბიზნეს არ აქვს მაგის დრო მაგალითად
და ეხლა რაღაც გვეჩქარება, რომ რაღაცა დავშიფოთ, მაგრამ ცალსახად ვიცით, რომ ამის დასაშიფად ეს solution-ი არის კარგი, მაგრამ ამ solution-ს დრო უნდა. ამიტომ აქ სტრატეგიული ტექნიკური დებთი არის, რომ თქვათ ამაზე, რომ ეს ეხლა გავჩერდეთ, მოვიფიქროთ რამე საშუალო workaround-ი, რომელთაც დავშიფავთ კარგად და მერე რომ დავშიფავთ, შემდეგ ჭრიში, შემდეგ კვარტალში შტოზე მოუბრუნდეთ და ეს სტრატეგიული დებთი აღმოფხვრათ, ანუ ეს solution-ი გავაკეთოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ესე დავშიფოთ უსაფრთხოდ. ეს არის სტრატეგიული დებთი, ხო, inadvertent დებთი არის ეს ძალიან საინტერესო кейსია. ეს ძირითადად ხდება როდის, როცა რაღაც დეველოპერების გუნდს აქვს რაღაცა პრობლემა. ამ პრობლემაზე აქვს solution-ი და უნდათ რომ ეს solution-ი დაადონ ძალიან მაღალი ტექნიკური გადაწყვეტილებებით, ძალიან მაგრად. თუმცა ამ დეველოპერებს დანიკრუგერის ეფექტში არიან, ეს ტექნიკური ცოდნა ამ დონის არ აქვთ და აქედან გამომდინარე რეალურად დებენ over-engineered solutions, რაც overkill solutions დებენ, რომელიც გონიათ რომ არის ამ დროს კარგი, თუმცა ნაკლები კომპეტენციის გამო თვითონ ეს solution-ი ცოტა ხანში იჩითება როგორც ტექნიკა დებთი. საერთო ჯამში თიმი შეიცვლება, სხვა გუნდი მოვა, ნახავენ ამას და რეალურად ეს solution-ი, რომელზეც აი ამდენი იფიქრეს, ამდენი იწვალეს, რეალურად გამოდის პრობლემა. და ეს არის ორი განსხვავებული ტექნიკა დებთი. ხო და ადამიანი გვეკითხება, რომ ხაზი ხშირად ბუნდოვანიაო რა, რეალურ პროექტებში და მთელი რიგი პრობლემები მოყვება მათ არასწორ მენეჯმენტსო და ჩემი გამოცდილება ამ ხრივ არის შემდეგი, რომ გუნდში ამიტომ არის საჭირო, რომ იყვნენ super senior, super გამოცდილი და კომპეტენტური ხალხი. როდესაც super გამოცდილი კომპეტენტური ხალხი არის, იქ inadvertent დებთი არ უნდა იპარებოდეს. თუ იქ inadvertent დებთი იპარება, ესე იგი ნიშნავს, რომ ან ნაკლებად არის ჩართული ესეთი senior ტიპები კონკრეტულად თიმებში, ან იმ seniors-ის seniorობაზე შეიძლება კითხვები გაჩნდეს. რაც შეეხება strategic depth, strategic depth-ი ყველგან ხდება, აუცილებელია მაგის გარეშე ალბათ რავი ბიზნესი ვერ დაშიფავს ვერაფერს. ყველა ჯერზე, ყველა კვარტალზე შეიძლება strategic depth-ების აღება გიწევდეს. და იქ ჩემი აზრით საშიში არ არის თუ მაგას მოუბრუნდები, მაგრამ inadvertent depth-ი აბსოლუტურად საშიშია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ ხუთკაციანი გუნდი და ჩვენ გუნდში თუ არ არის სენიორი, რომელიც გვეტყვის, რომ ეხა overkill-ს აკეთებ, ეგ არ არის შენ solution-ი, მაშინ ჩვენ ვერას ვერ გვეცოდინება, რომ overkill-ს ვაკეთებ. ყოველს გვეცოდინება, რომ სწორად მივიდივართ წინ. და რეალურად ჩვენ რო წავალთ და ვიღაცები რომ მოვლენ, ეს ჩვენი დაწერილი perfect code-ი შექმნის პრობლემას. დავამატებდი ეგეთ რაღაცას რა, რომ საერთო ჯამში ზოგადად technical depth-ის არსებობა ძალიან ხანდახან რაღაც სხვადასხვა მიზეზებისგან არის ხოლმე გამოწვეული რა. მაგათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსენდება და რის გამოც ალბათ ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ეს technical depth-ი არის ეგეთი, რომ შესაძლოა თქვა რაღაც კონკრეტულ feature-ის წერის დროს ან რაღაცის იმპლემენტაცია მიმდინარეობს development team-ში, ხო? ხშირად არის ეგეთი რაღაცა, რომ პროდუქტის მენეჯერი თუ ვიღაცა ზემდგომი გეუბნება, რომ ჩქარა გვჭირდება და ეს რომელთად უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს დრო იმის, რომ განსხვავებულად გააკეთო რა. ამიტომ ხშირად developer-ები მიმართავთ ხოლმე ამის გამო რაღაცებზე უარს ვამბობთ საკუთარ სურვილებზე და უკვე ბიზნესს საჭირდება და პროდუქტს საჭირდება, იმას ვჯერდებით ხოლმე რა. ეგ საკუთარი სურვილი ძირითადად არ არის. ხო და ერთი წუთი გავასრულებ და აი აქ კიდე სხვა პრობლემა იჩენს ხოლმე როგორც წესი თავს, რომ აი ის რაღაცა რომ მოდი ეს დავტოვოთ ახლა და მომავალში გადავაკეთოთ, არასდროს არ დგება ხოლმე რა, როგორც წესი რა. ნუ გააჩნია. კი, გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ ქართულ კომპანიებში ხო უცხოურშიც მათ შორის რა. ნუ ხო. არ არის ეგრე. მაგრამ ანუ სინამდვილეში საერთო ჯამში უცხოურში ბევრი სიპოვი ისეც რაც იქ ხდება და აქ შეიძლება საერთოდ ვერ იპოვეს. კი. ხო და სინამდვილეში ანუ მაქსიმალ ბევრ ფაქტორზეა ზოგადად ტექნიკური ვალის არსებობა დამოკიდებული რა. ჩემი აზრი ეგეთია მაგასთან დაკავშირებით. კი ბატონო. კაი, გადავიდეთ შემდეგს. როგორც წარმოგიდგენიათ software engineering-ის მომავალი რა სცენები შეიძლება გამვითარდეს ამ მიმართულებით AI-ის გავლენის გამო, როგორ შეიძლება დაძლიონ დამწყება დეველოპერმა მომავლის შიში და გაიგონონ კარიერული გზა ასეთ კაცმილებში. ანუ ვით არის მომავლის შიში? ვიტყვი ამაზე ერთხელ მოდი დავხუროთ ეს AI-ის თემები საბოლოოდ. AI ვერ ჩაგანაცვლებს მეგობრებო. ყველა ნებისმიერ დამწყებს არ აქვს მნიშვნელობა ეს დეველოპერი იქნება, მოჭიდავე იქნება, მოჭხუბარე იქნება თუ მრბოლელი იქნება,
ყოველთვის აქვს მოულის შიში. და მაგ ტრეპიდან უნდა გამოხვიდე რა. ანუ ვაიდა არ გამომივიდეს. ანუ მაგ ეკითხვა არ უნდა თუ რაღაცის ცდა გინდა, ვაიდა რო არ გამოგივიდეს, ქემაინც გამოცდილებას მიიღებ და რაღაცას ისწავლე. ამიტომაც დაიკიდეთ ეს რაღაც ბარიერები, ვაიდა არ გამოვიდეს, ეხა AI ჩამანაცვლებს, ვინც გეუბნებათ რომ AI ჩაგანაცვლებთ, პირდაპირ გეუბნებით რომ გაატყუებთ. ჰაიპზე უნდა რაღაცის აგება. ჯერჯერობით ამ AI-ს არაფერი არ ეთყობა იმის, რომ ადამიანები ჩაანაცვლოს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ადამიანი software ინჟინერებს, კარგ software ინჟინერებს რადონის რთული და საპასუხოებრივი საქმეების კეთება უწევთ ყოველდღიურად. დღესდღეობით რასაც უყურებთ ამ AI-ს, არ ვიცი ხსადმე თუ რამე დამალული სუპერ ჭკვიანი და სუპერ დატრენინგებული, მაგრამ ჯერჯერობით რასაც უყურებთ, მაგას რაიმე სახის სერიოზული ჩანაცვლება შეუძლებელია. უბრალოდ შეიძლება რა შეიცვალა ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში. მაგალითად ის შეიცვალა, რომ რაღაცებს აღარ გუგლავ. თუ ვიცი რომ კითხვა არის ძალიან straight forward-ი და ამაზე AI უფრო სწორ პასუხს, მაგალითად ფაქტებზე დაყრდნობილი კითხვა თუ არის, სადაც პასუხი მჭირდება ფაქტებზე დაყრდნობილი, შემიძლია არ დაგუგლო და შემიძლია პირდაპირ AI-ს ვკითხო ეს და ერთადერთი რას თუ რაღაცა ინდივიდუალური გამოცდილება მაინტერესებს, მაშინ დაგუგლავ. ამაზე მახსენდება ერთი ძალიან კარგი მაგალითი ეგეთი რა, რომ დაახლოებით 20 ძალიან შორს წავედი. მოდით 15 წელი ვთქვა, 15 წლის წინ არ არსებობდა ეგეთი ცენტრალიზებული რაღაცა ადგილის ცნება, აი დღეს მაგალითად შედიხარ ID-ში და რაღაც library-ს, ეგრევე დასერჩავ და ერთი კლიკით იწერ, ხო? და შენ პროექტში ამატებ. ეგ წლების წინ არ არსებობდა რა, ანუ რა ხდება მაგის დროს რეალურად ეს ყველაფერი მოთავსებულია ერთ რაღაც ცენტრალიზებულ სერვერზე და იქიდან ხდება ამათი ჩამოტვირთა ჩვენს კონკრეტულ პროექტებში, ხო? რეალურად ესე მუშაობს ეგ. ხო და იმის თქმა მინდა რომ წლების წინ ეგ არ არსებობდა და ხდებოდა რაღაც ფლეშკით ბოლო ვერსიის გადატანა იქიდან იქ რაღაცა. მე უკვე ეგ რაღაც ცნება რო წამოვიდა პირობითად, უკვე შეიცვალა ხო რაღაც მიდგომები. ასე კიდე ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ იცვლება წლების განმავლობაში დეველოპმენტი. შესაბამისად ეს წლები რაც გადის, დეველოპმენტი იცვლება მიდგომები, ძველი მიდგომები ხშირად გადაგასულია, კი ბატონო, და შესაბამისად უკვე რაც ხდება არის ის, რომ ამ სფეროს ძირითადი იდეა და ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო რამ რაც არის ის, რომ ერთ ადგილზე არ ჩერდება. გუშინ რომ რაღაცა .NET 8 იყო ბოლო, დღეს უკვე .NET 9 არის და ასე შემდეგ რა, მუდმივად პროგრესირებადია. გავესწორე. Yes. კაი. ხო, ან დამწყებლებელს მომავალ შიში მაგის გამო არ უნდა გქონდეთ, უბრალოდ ადაპტირდით მაგასთან ერთად. 2020-დან ვარ პროგრამირებაში. ჩემი დავიწყე და მოვედი ამ დრომდე სიამოვნებით. ბუდაპეშტში მუშაობდი 1 წელი რიმოუთად, მაგრამ არ გამომივიდა და წამოვედი. ვერ ხვდები мотиваცია მჭირდება თუ დისციპლინა რომ გამოვასწორო ასეთი შეცდომა. C++ სწავლისთვის რა რჩევებს მომცემდით? ძალიან ახალი ვარ და მჭირდება რჩევები. შეცდომა რა იყო? ვერ მოვხვდი. 1 წელი რემოუთად მუშაობდიო ბუდაპეშტში, მაგრამ არ გამომივიდა და წამოვედიო და ვერ ხვდები мотиваცია მჭირდება თუ დისციპლინა რომ გამოვასწორო ასეთი შეცდომაო და ჩემი აზრით, მოდი მაგაზე უცბად დანებდი უბრალოდ ჩემი აზრით. არა. ან რა წამოვიდა? არ მოსწონდა რა საკეთებდა უბრალოდ და ვერ ან დეველოპმენტი არ მოსწონდა ზოგადად თუ სამუშაო. ალბათ არ ვიცი ხა მაგდენი არ ვიცი, მაგრამ თუ რაღაც არ მოხწონს და ნახე პროგრამირება ის ხო არ არის კაცო, ანუ შეხედე შეიძლება მასე ბილიგზე სირბილი არ მოხწონდეს, გინდოდეს წონის დაკლება და ბილიგზე სირბილი არ მოხწონდეს და ამის გამო შეიძლება ეძებდო ვიღაცისგან мотиваციას, რომ ეს 30 წუთიანი ბილიგზე სირბილი რაღაცნაირად გადაატანინო შენ გონებას და ეს ძალით გააკეთო. მაგრამ ეგ იმიტომ რომ ეგ დროებითია, ხო? ეგ დისკომფორტი გინდა რომ დროებით დისკომფორტში ჩავარდე, რაღაცა შედეგი მიიღო და მე ეს შედეგი შეინარჩუნო და შეიძლება საერთოდ ბილიგზე აღარ დადგე. მაგრამ ეს ხო ეგრე არ არის, ანუ ეს არის შენი პროფესია, რომელიც ყოველდღიურად უნდა აკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ნუ უმეტესი დროის განმავლობაში, ხო? შენი ცხოვრების 80 შეიძლება 80-70% ეს იკავებდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ამისთვის ჩემი აზრით мотиваცია არ უნდა გჭირდებოდეს ეს რო აკეთო. თუ мотиваცია გჭირდება იმისთვის, რომ ეს აკეთო და ისე არ გინდა ამის კეთება, ჩემი აზრით დავფიქრდებოდი შენ ადგილას მართლა მინდა თუ არა ეს. ხო, მოიცა ერთი დეტალი. თვითონ პროცესისთვის გჭირდება мотиваცია. თუ ეხა იმისთვის გჭირდება мотиваცია, რომ რაღაცა success story-ები მოისმინო წარმატებული ინჟინერების, რა ვიცი, ანუ აგერ არიან, რავი, ბევრი ინჟინერია ძალიან რა. უბრალოდ რომ დაგუგლო უამრავ
უმრავლესობა სამოტივაციო. რა უნდა დაგუგლოს ზუბას ეპიზოდს უყუროს პირდაპირ ანუ ხო, თუნდაც. საიდან დაიწყო და ტიპი დღეს Rockstar-შია და რა და. ოკეი. Dream Life-ია. ხო, ანუ ამაზე მე რასაც გირჩევდი არის ისევ ის, რომ დაფიქრდე, რამდენად მოგწონს, რამდენად გიყვარს ეს საქმე, თუ გიყვარს, ჩემი აზრით უნდა გააგრძელო რა და ისევ ერთი მიმართულება აირჩიე და იმ მიმართულებას მიყევი. არ გადახდე ხოლმე აქედან აქამდე, იმიტომ რომ აქ გადახდომაში ძალიან ბევრი დროს კარგავ რეალურად. ერთი მიმართულება აიღე და იმას მიაწექი თავიდან ბოლომდე. ეგაა ყველაზე კარგი solution და კიდევ ერთი. ფულის გამო ნუ შეიყვარე სფეროს რა, შეიყვარე საქმის კეთების გამო და წლები და გამოცდილება რა დაგროვდება, იმდენად მოთხოვნადია ეს სფერო, რომ ის რაღაც ფული, რომელიც შენ გინდა რომ გქონდეს მუშაობის დროს, აუცილებლად მოვა რა. ჯოჯოხეთის ხარჯზე, მაგრამ მოვა. რამდენად მოთხოვნადია ეგეთ საკუთრ დღესდღეობით. ხალხს ზუსტად მაგის ეშინა, რომ დღეს მარკეტზე რომ ესეთი პრობლემები არის საბაზრო, ხალხს გონია რომ ეს სფერო მოთხოვნადი აღარ არის. მაგაზე ეხა არ ვისაუბროთ, მაგრამ საერთოდ ეპიზოდი გვექნება, რაზეც ბევრს ვისაუბრებთ. ხო, კიდე ამას გამოგვჭა C++-ის სწავლისთვის რა რჩევებს მომცემდითო და ესე რაღაცას ვერანაირ რჩევებს ვერ მოგცემდი, დაიწყე უბრალოდ C++-ის სწავლა, იქ მოგიწევს პოინტერების და ბევრი საინტერესო დეტალების განხილვა და მე უბრალოდ ეს შენი დაწყებული რა თაგროვებული ცოდნა გამყარე იმით, რომ რაიმე დაწერე რა. არ ვიცი, ნებისმიერ რაღაცას დაწერე შეიძლება C++-ზე შეიდერების, გრაფიკული პროგრამირების და შემდეგ მით უმეტეს შეგიძლია მაგალითად Rail-ი არის ესეთი ბიბლიოთეკა, რომელიც არის C-ზე დაწერილი, ძირითადად არის OpenGL-ის ინიციალიზატორი და media layer-ი და მაგრამ აქვს binding-ები თითქმის ყველა ენაზე. ამიტომ C++-ში თუ Rust-ი იქნება, შეგიძლია ამ ბიბლიოთეკით რაღაც გრაფიკული პროგრამირება დაიწყო. და რენდერო რაღაცა შეიდერები დაწერო და შემდეგ. ამიტომ დაიწყე და მე ამით გავამყარე. კაი. გადავიდეთ. შემდეგი კითხვები რაღაც ცოტა ან ტექნიკურიც არის და უფრო მენეჯერული, ხო? შემიძლია ესე დავახარისხე ეს კითხვები. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ტექნიკური ჯგუფის თვითმართვა. როგორ თვითმართვა? ტექნიკური ჯგუფის თვითმართვა. ანუ მე და შენ ვართ ტექნიკური ჯგუფი და გვჭირდება თუ არა მენეჯერი რა. ალბათ მაგას გულისხმობს. შენ უპასუხე და მე ჩემას მეთოვიტო. ტექნიკური ჯგუფის თვითმართვა. ალბათ შესაძლებელია რა თუ თავის ამოცანას ასრულებენ, თავის დედლაინებს ასრულებენ და ბიზნესი ბედნიერია. მაგ შემთხვევაში, ოკეი რა. თუ ეხლა რაღაც მომენტში გაჩნდა იმის საჭიროება პირობითად, რომ ეს ადამიანები ვერ აკეთებენ თავის საქმეს და საჭიროა რაღაც strict პოლიციების შემოღება და მენეჯერმა რომ იარაღი თავზე დაადოს და ამით უთხრეს რომ მენეჯერები გაგიბრაზდებიან. ხო, იცი ამას შეხედავს. მენეჯერები ყველა გაგიბრაზდება და იფიქრებს რომ იმას ამბობ რომ ყველა მენეჯერი ეგრე მაგას. არა, რატო ვაფშე არ ვამბობ მაგას, ანუ მაგრამ ეგრე გაიქებ. არ გაიგოთ ეგრე. ანუ მაგრამ ხო, ოკეი, რეალობა ეგეთია რომ მენეჯერის არსი არის ის რომ დაულაგოს რაღაც სამუშაო გუნდს და მიმართულება მისცეს რა როგორ რანაირად მუდმივად საქმის კუში რომ იყოს რა. ხო და აქედან გამომდინარე მაინც მგონია რომ რეალურად შესაძლებელია და ძალიან ოკეია ეგ ყველაფერი რა. ჯგუფის ზომას გააჩნია მე მგონი. აბსოლუტურად კი. თუ ჯგუფი არის 30-ზე მეტი, იქ ალბათ რაღაცა პოლიცია შემოსავალ. რაღაც პოლიციები გჭირდება, მაგრამ მაგ პოლიციებზეც დავფიქრდებოდი. მეორე, თუ ჯგუფი არის დაახლოებით, ეხლა ვართ მაგალითად ავიღოთ 5 კაცი. ესე ავიღოთ 2 iOS დეველოპერი, ავიღოთ 2 Android დეველოპერი, 4 ხო არის? და 1 backend-ი. და QA. ეს გამოვიდა რამდენი? 4 1 tech-lead-ის რა. Tech-lead შემოიღე მორჩა, ანუ იქ. ხო და tech-lead-ს რას ეძახი? არა, tech-lead-ი. ანუ რომელსაც ეცოდინება ტექნოლოგიური, ხო, კი ბატონო, კი. ხო, ანუ მენეჯერი არის? არა. ოკეი. და just უბრალოდ ტიპი არის, რომელიც თქვა CEO-მდე მიდის და ეუბნება, რომ ამას ვაკეთებთ, ამას იქნება. იმიტომ რომ ხა ბუნებრივია CEO მაინც ინტერესდება პროდუქტი როდის იქნება. ბრიჯი, ოკეი. 8 კაცი. იყოს. ხო ეგრე გამოვიდა. 4 მობაილი, 1 backend-ი 5, QA 6, tech lead-ი 7 გამოვიდა.
7 კაციანი გუნდის ოღონდ რას აკეთებენ? რას ქვია რას აკეთებენ? აი მაგას ძალიან რა პროდუქტს აკეთებენ? თუ ისეთ პროდუქტს აკეთებენ, ანუ ბიზნეს პროდუქტი თუ არის ეს, რასაც ხალხთან ძალიან შეხება აქვს. პროდუქტ ოუნერი არ ჭირდება შენი აზრით? ხალხთან შეხება აქვს ასურს. ანუ როგორ ავხსნა? ანუ მაგალითად Instagram-ი. ხო, საერთოდ სხვა სახის პროდუქტია, ვიდრე რაღაცა internal tool-ი. შეიძლება internal tools აკეთებდნენ, შეიძლება სოციალურ პროექტს აკეთებდნენ, ხო? რომელსაც იყენებს რაც ხებს მილიონი ხალხი და internal-ი ბიზნესის შიდა წრე იყენებს რა. და რა მაინტერესებს, პროდუქტ ოუნერი ამ შემთხვევაში არ ჭირდება გუნდს? აპლიკაცია თუ დიდია. ვინ მოიტანს ამოცანას? ანუ რა ვიცი ჩვენ რა გავაკეთოთ და ამოცანა ვის მოაქვს ამ შემთხვევაში? მაგ შემთხვევაში საჭიროა ვიღაცა ხო და ნახე ბიზნეს ანალიტიკოსი და ვიღაცა ვინც მე გამომითარგმნის მაგიტომ გააჩნია ტექნიკურ ჯგუფს. ალბათ მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ თუ ჩვენ აი ამ შეკრებილ ტიპებს თუ გვაქვს ჩვენი იდეა რა უნდა გავაკეთოთ ამოცანები მოგვაქვს ჩვენ ჩდებით brainstorming-ობთ ფიქრობთ რა გვინდა რომ პროდუქტს გქონდეს ეს ამოცანები მოგვაქვს ჩვენით მოიცა არა რატო მე ჩემი იდეა თუ არის შენი იდეა რა ბიზნესმა ფული უნდა იხადოს მაგაში ერთი სხვა განწახვედი სტარტაპი თუ მაქვს და მე და შენ გაქვს სტარტაპი ვარ ინჟინერი ჩაოლებრივად და ჩემი იდეა მაქვს და ამ იდეის გარშემო შემოგვიყვებით თქვენც მოგწონთ ეს იდეა აქედან გამომდინარე მე კი ინჟინერი ვარ მაგრამ ეს პროდუქტის ანუ ბიზნეს დავალებები ჩემგან მოდის ხო და თუ მუშაობთ რაც enterprise კომპანიაში და ვსაუბრობთ სადაც ეშელონები არსებობენ და სადაც ლეიერები არსებობს და ძალიან ზევიდან მოდის ეს ბიზნეს დავალებები, ქვევითამდე ვიღაცამ უნდა ჩამოიტანოს. და მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ეს tech lead-ი იქნება თუ product owner-ი. თავარია ვიღაცამ ჩამოიტანოს ბიზნეს ანუ tech გუნდამდე ეს დავალება. შემდეგ ეს დავალება ჩვენ განვიხილოთ, გავაანალიზოთ და გავაკეთოთ. ამოცანის კომპლექსურობაზე დამოკიდებულია. ამ შემთხვევაში თვითმართვა რა იგულისხმება, ეგ მაგაშიც კითხვა უნდა დავსვათ. ანუ ვიღაც არ უნდა გედგეს წყემსივით და არ უნდა გმართოს, ანუ მაგას გულისხმობს ალბათ ეს ვინც კითხვა დასვა, ხო? წყემსი გჭირდება თუ არა ამ შემთხვევაში? ხო. ამოცანა უნდა იცოდეს ნებისმიერმა ინჟინერმა. მე ვფიქრობ, რომ თუ დავალება სწორად მოვა, ბიზნეს დავალება თუ ჩემამდე სწორად მოვა, მე აღარ გჭირდება ტექნიკურ გუნდს არანაირად აღარ ჭირდება ვინმეს მართვა თუ ეს როგორ გააკეთოს. თუ ტექნიკურ გუნდს ამის მართვა ჭირდება, ესე იგი ის ტექნიკური გუნდი კომპეტენციით ვერ სარგებლობს. და ვაფშე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რატო აიყვანეთ მაშინ ესეთი ხალხი თუ მე დავალების კეთების დროს წენში მჭირდება ჩემი აზრით ძლიერ ტექნიკურ გუნდს ჩამოყალიბებულ პროფესიონალებს თვითონ შეუძლია თავის დროის მენეჯმენტიც აღებული ტასკის პასუხისმგებლობას და შეუძლიათ ყველაფერი მართვა ამოცანის მასშტაბზე არის ეგ დამოკიდებული რამდენად დიდია რა წენში მაინც არ ჭირდება რაც უნდა დიდი ამოცანა აუცილებლად ნიშნავს დიდ გუნდს დიდ გუნდს შენივე სიტყვებს ვციტირებ აუცილებლად სჭირდება ვიღაცა ტიპი ვინც რაღაც პოლისის დაუწესებს და ეგ მაინც არის აქედან გამომდინარე ხო მივალთ იქ მინდასვამდე რომ რამდენად დიდია გუნდი მაგაზე დამოკიდებული და გუნდის ზომას უშუალოდ პროდუქტი ასე ვქვა დიდი ამოცანები არ უნდა დაიყოს კაცო ეგ უნდა დაიყოს გასაგებია მაგრამ ეგ სხვა ბევრ თიმს ჩამოაყალიბებს მე დავყოთ ნაწილები ხო? კი ბატონო ხო და მაგ გუნდებს ხო აღარ ჭირდება თვითმართო ყველა პატარა კომუნიკაცია როგორ ხდება მე რა წემსი რა შევიდა მაგისთვის მე ვარ აქ დეველოპერი ინჟინერი პრობლემა შემექმნა რომელიც ვიცი რომ იმ გუნდშია ანუ ეგ არის ძალიან წავალ და დეველოპერები იმ გუნდის იდეალური სამყარო მაგრამ რეალობაში რო ეგ ახდება იდეალური სამყარო არ არის იდეალურად პროფესიონალური ხალხია ერთად შეგრებელი უბრალოდ. იდეალური სამყაროა. რატო არ არსებობს პროფესიონალი? სად არსებობს? სად რეალურ ცხოვრებაში სადიც ეგეთი რაღაცა 10-დან 10-ვე არის. იმიტომ რომ არ უნდა ბიზნეს ძირითად შემთხვევაში ბევრი პროფესიონალი ყავდეს, იმიტომ რომ ბევრი ფული გაძლიერება. მაგას ამიტომ არ არის ის რა ქვია იდეალური სამყარო. ეგ ჩვენ ბრალი კი არ არის კაცო. ბიზნესის ბრალია ეგ. ნუ აიყვან middle developers რომელიც თავის თავს აჰაიპებს და ადებს არ ვიცი 10k წვანეს. ნუ აიყვან იმას იმისთვის რომ სხვას ვერ პოულობ. რავი, სხვანაირად ზოგადად საქართველოში ჰაირინგის კულტურა არ გვაქვს. ანუ ნორმალური ჰაირინგი ჩვენთან არ ხდება. ანუ უცხოეთში როგორი გასაუბრები სტარდება
ზოგადად ეგეთ გასაუბრები არ გვაქვს. ჩვენთან არის რა, დაგირეკავს დღეს HR-ი, დაგელაპარაკება, მე გექნება ერთი ტექნიკური გასაუბრება და всё. არ მქონია საქართველოში გასაუბრება. ხო, ნუ დღეს ეგრეა ძირითადად რა. და რეალურად გამოტოვებენ ხოლმე ძირითადად მაგალითად უცხოეთში, აი ევროპაში რო დაიწყო ხა მაგალითად გასაუბრება. ჯერ ხო introduction-არი გასაუბრება. იყო. მე გაქვს ტექნიკური გასაუბრება. HR call-ი. მე გაქვს, ნუ ეგ პირველია. მე გაქვს ტექნიკური გასაუბრება. ტექნიკურ გასაუბრებას რო გაივლი, ტექნიკური გასაუბრება 2. ნუ, კაი, ჩავთვალოთ რომ 1. მე გექნება CTO-სთან ან ვინმესთან უბრალოდ cultural fit-ი. რამდენად ჯდები თუ არა მათ soft skill-ების კულტურაში, ხო, მათ კულტურაში რამდენად ჯდები თუ არა. და ბოლოს გექნება რაღაც გუნდს შეხვდები და გუნდთან ერთად რაღაცებზე ისაუბრებ რა, იმ გუნდში სადაც ჩაქსვა. მარტო შენ ტექნიკურ ნაწილს კი არ უყურებენ, ტექნიკური გასაუბრება როგორ გაიარეთ, რომ შენ შეიძლება ძალიან მაგრა იცი. ძმაო, Swift-ში კოლექციები როგორ მუშაობს, მაგრამ ეგ საერთოდ იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ გუნდში შენ fit ტიპი ხარ. ამიტომ ყველა გასაუბრება უნდა გაიარო და მე გადაწყვიტავენ შენ ამ გუნდისთვის ხარ თუ არა, რაც არ უნდა სუპერ ტექნიკური ტიპი იყო. ამიტომ და ჩვენთან ეგ ყველაფერი დროს მიაქვს დრო ფულია, ბიზნეს ფულის ინვესტიცია არ უნდა და ასე შემდეგ და არ გვაქვს. აქედან გამომდინარე რომ ვიღებთ დაბალი კვალიფიკაციის გუნდს, რომელსაც მწყემსი ჭირდება. ჩემს ხეგეთია. ძალიან ლამძღავ ჩემი აზრით მართლაც ქვეყანას, იმიტომ რომ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული, მე ვიცი რაღაც ბევრი უცხოური კომპანია, რომელიც ინდოელების, პაკისტანელების და ასე შემდეგ დაქირავების ხარჯზე ურჩევნიათ რომ რაღაც ამოსანები აკეთებინონ. მე გენი არ მტკივა. ჰა? მე გენი არ მტკივა. ხო და მაგას გეუბნები არ ფაქტ საქართველოში სადაც არის იმას ის მტკივა ხო და ეგაა პრობლემა. მოკლედ, ხო, ცოტა კრიტიკულია ეგეთ რამეებში, მაგრამ სინამდვილე არის ისეთი, რომ საერთო ჯამში დღევანდელი ბიზნესი იმგვარად მუშაობს, რომ აი ეს რაღაც იდეალური ტექნიკური სცენარები ხშირად არ ვითარდება. ამაზე ხო თან ხდებით. მაგრამ უნდათ რომ ვითარდებოდნენ. და ბოლო კითხვა გვაქვს დღეისთვის. რას ნიშნავს კარგი ეფექტური კომუნიკაცია გუნდში და თუ გქონიათ ესეთი გამოცდილება? როგორ არა. კარგი ეფექტური კომუნიკაცია გუნდში ჩემთვის არის როდესაც გისმენენ. ხშირი feedback loop-ი, ოღონდ სამართლიანი. და არა რაღაცებზე მოგებული და აწყობილი. მაგალითად, შენ თუ რაღაცა გუშინ ცუდად გააკეთე, მე უნდა ვიცოდე რომ feedback loop-ს რო გეტყვი, შენ ეს არ გეწყინება და ამას გულში არ ჩაიდებ. თუ მე დარწმუნებული არ ვიქნები იმაში, რომ შენ ამას მიმღებლობა გექნება ამის, ხო? მე მაშინ მოგატყუებ და ჩემი feedback loop-ი არ იქნება მანამდვილი. იქნება გადაკეთებული ისეთი, რომ შენ არ გეწყინოს. და ჩემი აზრით როგორც მეგობრობაშია რომ ერთმანეთს ყველაფერი უნდა უთხრა, თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, ხო? თუ რამე ცუდად აკეთებს, ან რამე თავისთვის ცუდად აკეთებს, თუ რამე ცუდ გადაწყვეტილებას იღებს, უნდა გააფრთხილო, ხო? ჩემი ეს გუნდიც ეგრეა რა, ანუ ფიდბექი უნდა იყოს პირდაპირი და არ უნდა იყოს აი ეს ორმაგი თამაშები, გვერდიდან მოვლები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ფიდბექი ზოგადად შეურაცხყოფათ არავინ არ უნდა მიიღოს საჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ხო, შეიძლება საერთოდ ფიდბექი არის ზუსტად ის, რაც გავითარებს ადამიანს სინამდვილეში რა. ხო, შეიძლება სასიამოვნო არ იყოს ეს. აი, არჩილმა რო ისაუბრა, ხო გახსოვს მაგას. ხო, მაგრამ იქაც თქვი და ეხაც გავემერო, რომ ფიდბექი არ უნდა იყოს შენიშვნის მოცემის გზა. აი მე ეს შენიშვნას ვერ გაძლევ, შენ ძალიან დიპლომატიური ტიპები ვარ და პროგრესული ტიპები ვარ, მაგრამ მოდი ფიდბექს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შენიშვნა მოგცე, ეს არ უნდა იყოს. ფიდბექი უნდა მარტო ფიდბექი. რომ მე გავიგო რას ვაკეთებ ცუდად, რომ გამოვასწორო. შენ თუ პროსტო უნდა დამკითხო აქ და შენიშვნები, მაგრამ ეგ მე არ ვერ გამოვასწორებს. ანუ ფიდბექი უნდა იყოს ფიდბექი. მარტივი, პირდაპირი და უნდა ვიცოდე, რომ შენ ეს ამას გულში არ ჩაიდებ. და ნუ მეც რა თქმა უნდა იმის შენო უნდა მქონდეს, რომ ეს ფიდბექი ისე გითხრა სწორად, რომ საწყენად არ გამომივიდეს. ხო, და გუნდში არ უნდა იყოს რაღაც ორმაგი თამაშები და ასე შემდეგ. ხო და ანუ კომუნიკაბელურობაა ყველაზე მთავარი რა გუნდში რა, ჩემი აზრით, რომ შეგეძლო შენი ნათქვამის დაფიქსირება, შეგეძლო სწორად მიაწოდო შენი აზრები შენს თანამშრომელს და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნო მაგას რა, რომ არაფერია დეველოპმენტ პროცესის დროს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ხალხთან კომუნიკაცია რა. კი ბატონო. დავამთავრეთ ყოველთვის გავასწროს. მოკლედ, მადლობა მეგობრებო, დასმული კითხვებისთვის. სავარაუდოდ იქნება შანსი, რომ რამდენიმე კითხვა, ანუ ვიღაცების გამოგვჩებოდა და არ დაგვისკიპია.
უბრალოდ გამოგჭა, ამიტომ შემდეგში როცა ესეთ ფორმატს ჩავატარებთ, ვეცდებით რომ მაგასაც გადავუაროთ, მაინც გადავამოწმოთ, რამე ხო არა მოგვწვა. კითხვების მომენტში ისევ დაგვიშვით კითხვები მაქსიმალურად, რაც კითხვები გექნებათ და ესეთ ფორმატს გავაკეთებთ ხოლმე რომ ამოვუწუროთ ეს ყველაფერი. თხოვნები მექნება კიდევ ერთი რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი, უახლოვდებით 2000 subscribers და ჩვენი დაკვირვებით დაახლოებით 3500 ნახვა გვაქვს ხოლმე ვიდეოებზე, ყველაზე მკვდარი და რეალურად გვაქვს 1900 რაღაცა გამომწერი ეხლა. დავიწყებთ სადღაც 600 გამომწერიდან. პირველი ვიდეო რო გავდით იყო 600 გამომწერი. და გამოიწერეთ არხი, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ბევრ რამეში, მინიმუმ мотиваციისთვის. მადლობა მეგობრებო. ამით დავამთავროთ დღევანდელი მერვე ეპიზოდი. შემდეგში ჩვეულებრივად რა თქმა უნდა სტუმარი გვეყოლება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა და შეხვედრამდე.